ეს უბრალოდ არ ჩერდება. ჯოჯოხეთი, რომელსაც უკრაინა აწყობს ყირიმის ოკუპანტებს, აშენს უბუქებულა. ის მხოლოდ ძლიერდება. როგორ? უკრაინამ ახლახან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახმელეთო დერეფანი გადაჭრა ყირიმისკენ, ორივე მხრიდან შეტევით. ყირიმი აღარ არის ნახევარკუნძული, ახლა ის კუნძულია. იზოლირებული, მხარდაჭერის გარეშე დარჩენი. უკრაინის გათავისუფლების გეგმა იმდენად სრულყოფილია, რომ რუს ოკუპანტებს ირგვლივ სასიკვდილო მახე იკვრება. პუტინი კონტროლს კარგავს. და საუკეთესო ის არის, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი წინასწარ დაინახა, მაგრამ მაინც ვერაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად. გაგიყვანთ კერჩის სრუტეში. ეს სრუტე დიდი ხნის განმავლობაში ლოგისტიკური მარშრუტი იყო რუსეთისთვის და ერთ დროს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ძლიერებად ითვლებოდა. მაგრამ ახლა უკრაინას აქვს საშუალო მანძილის დარტყმის დრონები, რაც ნიშნავს, რომ კერჩის სრუტე უპირატესობიდან სერიოზულ სისუსტედ გადაიქცა. ზუსტად ეს ვნახეთ 21 ივნისის ღამეს. უკრაინამ ისევ და ისევ დაარტყა. დრონების დაბომბვის ბოლოს ოკუპირებულ კერჩში, ასევე რუსეთის პორტ კავკასში, რომელიც კრასნოდარის რეგიონშია და თავად ყირიმში ხანძრები დაფიქსირდა. კიდევ ერთ არტერიას ჭრიან. და ეს არის რუსეთის საწვავი და მარაგები, რომლებიც სისხლის ნაკადივით იღვრება. უკრაინა ამ ყველაფერს არ მალავს. დატყმების შემდეგ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამზე გამოვიდა, რათა პუტინისთვის პირდაპირ ცხვირწინ მიეჩეჩებინა რუსეთის მარცხი. უკრაინის ერთ-ერთი დარტყმის შედეგების ვიდეოს გაზიარებისას ზელენსკიმ განაცხადა: გუშინ ღამით ჩვენი შორ-მანძილზე მოქმედი სანქციები ოკუპანტების სამხედრო ლოგისტიკას, ნავთობის ინდუსტრიას და საჰაერო თავდაცვას შეეხო. ეს ყველაფერი უბრალოდ პასუხია რუსეთის სასტიკ თავდასხმებზე ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მადლობას უხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მებრძოლებს, უპილოტო სისტემების ძალებს, უკრაინის თავდაცვის დაზვერვას და სპეციალური ოპერაციების ძალებს, მათი წარმატებული მუშაობისთვის, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე. უკრაინა ტყუილად არ აცხადებს ასე თავდაჯერებულად იმას, რასაც აკეთებს. მან იცის, რომ რუსეთი ყირიმში გაჭედილია და პუტინს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ჩვენ ეს ვნახეთ 21 ივნისს, რადგან უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების რაოდენობა გვიჩვენებს, რომ რუსეთს, რაც არ უნდა გამოსავალი ეგონოს ყირიმის ლოგისტიკური ბლოკადის დასაძლევად, ეს საკმარისი არ არის. თვითმხილველთა ანგარიშების, სატელიტური ხანძრის დეტექციისა და უკრაინის ოფიციალური ინფორმაციის კომბინაცია სრულ სურათს გვაძლევს. კერჩის სრუტის ორივე მხარეს ობიექტები დაზიანდა, მათ შორის საზღვაო ნავთობის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა კრასნოდარში და ნავთობის საცავი კერჩში. პირველი ობიექტი გამოიყენება საწვავის ყირიმში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასატანად. ის მდებარეობს ჩუშკის კოსაზე და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრს რუსეთისთვის შავი ზღვისა და აზოვის ზღვის რეგიონებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პორტი კავკაზი კრასნოდარში მნიშვნელოვანია ოკუპანტების ყირიმში და სამხრეთ უკრაინაში მომარაგებისთვის. რაც შეეხება უკანასკნელს, დამწვარი ნავთობის საცავი ყოველთვის ნიშნავს ნაკლებ საწვავს პუტინის ძალებისთვის. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ უკრაინამ დაარტყა IGAZ-ის ტერმინალის გათხევადებული გაზის კომპლექსს საცავში და შესაძლოა საწვავიც გაანადგურა. Telegram-ის არხი Crimean Wind ავრცელებს ინფორმაციას, რომ NASA-ს სატელიტური მონიტორინგის სისტემამ დააფიქსირა ეგრეთ წოდებული თერმული ანომალიები კერჩის სრუტის რეგიონში, რომლებიც ადგილობრივი დროით დაახლოებით 1:00 საათზე დაიწყო. თერმული ანომალიები ნიშნავს მასიურ და შემზარავ ხანძრებს, რომლიდანაც გაქცევა შეუძლებელია. Media United.4 ამატებს, რომ ადგილზე მყოფმა თვითმხილველებმა განაცხადეს აფეთქებების, დრონების და რუსეთის საჰაერო თავდაცვის წარუმატებელი მცდელობების შესახებ, რომლებსაც ეს დარტყმები რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ქერჩში, ბახჩისარაიში, სევასტოპოლსა და სიმფეროპოლში შეეჩერებინათ. ვიდეო მასალა უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელებში. Crimean Wind Channel-ის მიერ გაზიარებულის გარდა, სერგეი სტენენკოს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ქერჩის საზღვაო პორტი ცეცხლშია უკრაინის მასშტაბური დრონული დარტყმის შემდეგ. ჩვენ ხედავთ მასიურ ხანძრებს, ჰაერში ამაალ კვამს და ვიდეოებს უზარმაზარი ცეცხლის შესახებ, რომელიც უკრაინამ გამოიწვია. ეს ყველაფერი უკვე ჩვეულებრივ სანახაობად იქცევა პუტინის შეჭრის დროს. ქვეყანა, რომელსაც არასდროს უნდა შეძლებოდა რუსეთის დარტყმა ასეთ მანძილზე, თითქმის ყოველდღიურად უშვებს დრონებს, რომ გაანადგუროს რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და დააზიანოს ლოგისტიკა, რომელიც ყირიმს ამარაგებს. ორმხრივი დარტყმა უკვე საკმარისად ცუდია რუსეთისთვის, მაგრამ უკრაინა ამით არ შემოიფარგლა. საინტერესო პოსტი Telegram-ზე გამოაქვეყნა რუსეთის კრასნოდარის ამოცანათა ჯგუფმა უკრაინის თავდასხმის შემდეგ. 21 ივნისის ღამეს კერჩის საბორანო გადასასვლელზე ადამიანი დაიღუპა მტრის ძალების თავდასხმის შედეგად. პანაგიას საბორანო გემი თემრიუკის რაიონში კერჩის საბორანო გადასასვლელზე თავდასხმის ობიექტი გახდა. წინასწარი ინფორმაციით ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაშავდა. რუსეთი აშკარად ცდილობს შექმნას ნარატივი, თითქოს უკრაინამ სამოქალაქო საბორანო გემს შეუტია, რადგან ამ დარტყმას სამხედრო დანიშნულებაზე არანაირი მითითება არ აქვს. მაგრამ რუსეთი იტყუება. კიდევ ერთხელ, პანაგია არ არის საკრუიზო საბორანო გემი.
როგორც United 24 Media იუწყება, ეს საბორანო გემი სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა რუსეთის ლოგისტიკისთვის. მას შემდეგ, რაც უკრაინის მხრიდან ქერჩის ხიდზე განხორციელებულმა მრავალმა თავდასხმამ, რომელიც რუსეთს ყირიმთან აკავშირებს, პუტინის ძალებს აიძულა შეწყვიტათ ამ სახმელეთო მარშრუტის გამოყენება. მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღია წყაროების ანალიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ ის კონკრეტული საბორანო გემი გამოიყენებოდა საჰაერო თავდაცვის სარაკეტო კომპონენტებისა და სამხედრო ტექნიკის გადასატანად რუსეთის მატერიკსა და ყირიმს შორის. პრეზიდენტ ზელენსკის სამშაო ჯგუფს სურს დაგაჯეროთ, რომ უკრაინამ უგულოდ მოკლა ადამიანი, რომელიც საბორანო გემით მგზავრობდა. რაც არ გეუბნებიან ისაა, რომ ეს საბორანო გემი სამხედრო ობიექტი იყო და უკრაინა მას ძლიერი დარტყმა მიაყენა. საბორანო გემზე თავდასხმის შემდეგ რუსეთმა პანიკით უპასუხა. ყველა საბორანო ოპერაცია პორტ-კავკასსა და კერჩს შორის შეჩერებულია, ხოლო რუსმა ხელისუფლებამ სამხედროებს დაავალა, რომ გამოიყენონ სახმელეთო მარშრუტები, რომლებიც გადის როსტოვ-ნად-დონზე, მელიტოპოლზე, მარიუპოლსა და სიმფეროპოლზე. ეს კარგი იდეა ჩანს. თითქოს უკრაინას უკვე კვირებია არ დაატეხოს დრონებით ჯოჯოხეთი. RR-280 გზაზე, რომელიც ყველა ამ რეგიონს აკავშირებს. იცადე ზუსტად ამას აკეთებს უკრაინა. პუტინის ხელქვეითებს უთხრეს, რომ უნდა გადახდნენ ტაფიდან ცეცხლში იმ სახმელეთო მარშრუტზე, რომელსაც უკრაინის დრონები აკონტროლებენ. ეს სასოწარკვეთილებაა თავისი სუფთა სახით და გვაჩვენებს, რამდენად ცუდად გამოსდის რუსეთს ყირიმის ოკუპანტების მომარაგება. პუტინის გამოსავალი მთავარი წყლის გზის გადაკეტვაზე არის ის, რომ თავისი ჯარისკაცები სიკვდილის გზაზე გაუშვას, სადაც უკრაინის დრონებს ნებისმიერ დროს შეუძლია დარტყმა. და რუსეთს ბევრი არაფერი შეეძლება, რომ დაიცვას თავისი ტვირთი და მარაგები RR-280-ზე. უკვე დაუცველი ეს გზა, როგორც მთელი ყირიმი და მისკენ მიმავალი ლოგისტიკური მარშრუტები, კიდევ უფრო დიდ სამიზნედ იქცა. უკრაინამ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაანადგურა 21 ივნისის რეიდის დროს. კიდევ უფრო მეტი საჰაერო თავდაცვა, რომელიც ამ ყველაფრის დასაცავად უნდა იყოს განლაგებული. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ანუ SBU-მ, ყველაფერი გაამჟღავნა Telegram-ის პოსტში და განაცხადა, გარდა ამისა, SBU-მ და SOU-მ გამორთეს 4 რადარის სადგური S-400-ის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემიდან და 2 ფანცირის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო და საარტილერიო სისტემა, რომლებიც პირდაპირ ყირიმის ხიდზე იყო განთავსებული. ეს საჰაერო თავდაცვის დანაყოფები განთავსებული იყო გადასასვლელთან, რომელსაც უკრაინა რამდენიმე წუთში დაუმიზნა. აქ ჩვენ ხედავთ ძალიან გონივრულ და მრავალფენოვან მიდგომას დარტყმების მიმართ. ჯერ გაანეიტრალეს საჰაერო თავდაცვა, შემდეგ დაარტყის სამიზნეებს. მაგრამ ეს მხოლოდ ამისგან არ შემოიფარგლება. 3 დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემის დაკარგვით, რომლებიც ყირიმს და მის ლოგისტიკას უნდა დაეცვა, რუსეთს ახლა უწევს გაუმკლავდეს უზარმაზარი პრობლემის გამწვავებას, რამაც საერთოდ გახადა ეს ყველაფერი შესაძლებელი. რუსეთს საჰაერო თავდაცვა ეწურება. და ეს ნიშნავს, რომ ყირიმი ნახევარკუნძულიდან იზოლირებულ კუნძულად იქცევა, რომელსაც თავის დაცვა აღარ შეუძლია. ეს არის უკრაინის მიზანი და ეს ყველაფერი იდეალური გეგმის ნაწილია, რომლისგანაც რუსეთს გაქცევა არ შეუძლია. მაგრამ სანამ ამ ყველაფერში უფრო ხრმად ჩაუღრმავდებით, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ხილაკს, სანამ ანგარიშს დაუბრუნდებით. მოდით რაღაც ძალიან ნათლად თქვათ. რუსეთის ძალები ოკუპირებულ უკრაინაში დამოკიდებულია ყირიმზე. პუტინის შეჭრის უმეტეს პერიოდში რუსეთმა გამოიყენა ყირიმის ნახევარკუნძულობის სტატუსი, რათა თავისი ჯარები უკრაინის სხვა ნაწილებში მომარაგებული ყოლოდა. მაგრამ ეხლა ეს სტატუსი იცვლება და უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი ამაზე საუბრობს, თუ როგორ ხდება ეს. ის ამბობს, რომ უკრაინა ყირიმს კუნძულად აქცევს, რაც რუსებისთვის ძალიან მოულოდნელ შედეგებს გამოიწვევს. ფედოროვმა მეტი აღარაფერი თქვა. შეიძლება არ უნდოდა სიურპრიზი გაეფუჭებინა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ და არსებობს 3 ძალიან ნათელი სცენარი, რომელსაც უკრაინა შეიძლება შექმნას, თუ შეძლებს გააგრძელოს ყველაფერი, რასაც აკეთებს ყირიმის სრულად იზოლირებისთვის. პირველ რიგში ყირიმი ამარაგებს რუსეთის ჯარებს ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილებში. ამ ჯარებს უნდა ეწიათ რეგიონის დედაქალაქისკენ შეტევა და პუტინმა მოითხოვა, რომ რუსეთმა ეს ქალაქი ზაფხულის ბოლომდე აიღოს. წინსვლა უკვე ნელია. მიუხედავად შეტევების გაძლიერებისა, RBC უკრაინა იუწყება, რომ რუსეთს ზაპოროჟიეს რეგიონში მნიშვნელოვანი წინსვლა არ ქონია. პუტინის ხელქვეითებს ოდნავ მეტი ვიდრე 2 თვე აქვთ იმისთვის, რომ მიაღწიონ იმ მიზანს, რომელიც მათმა გიჟმა ლიდერმა დაუსახა. ეს უკვე ნაკლებად სავარაუდო ჩანდა. თუ ეს ძალები ყირიმიდან მოწყვეტილნი იქნებიან, ისედაც ნაკლებად სავარაუდო შეტევა შეუძლებელი გახდება. ზაპოროჟიე გაძლებს. და რუსეთი კიდევ 1 წელს შეხვდება, როცა ვერ შეძლებს ზაფხულის თვეების გამოყენებას. შემდეგ არის ხერსონი. თქვენ შეიძლება უკვე იცოდეთ, რომ ეს კონკრეტული ობლასტის შესახებ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სიახლეებში საუბრობდნენ. ივნისის დასაწყისში უკრაინამ დრონით დაარტყა ჩერნობილის ხიდს, რომელიც ხერსონს ყირიმთან აკავშირებს და ამის შემდეგ დაარტყა ალტერნატიულ გადასასვლელებსაც, რომლებსაც რუსეთი იყენებდა ლოგისტიკური მიმოსვლის შესანარჩუნებლად. ეს თავისთავად მიუთითებს საკმაოდ აშკარა მეორე შედეგზე, რაც უკრაინის მიერ ყირიმის კუნძულად გადაქცევას მოჰყვა. რუსეთს მართლაც გაუჭირდება ხერსონის ოკუპირებული რეგიონების შენარჩუნება. უკრაინამ უკვე აიჯულა პუტინის ძალები დაეტოვებინათ ოლქის დედაქალაქი 2022 წელს, რაც შესაძლებელი გახდა დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე რუსული ლოგისტიკის მუდმივი დაბომბვით, რამაც ქალაქის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა.
რაც ახლა ხერსონში ხდება, იგივე სტრატეგიის გაცილებით ფართო მასშტაბით განხორციელება. ალ-ჯაზირას ინფორმაციით, 2025 წლის ზაფხულისთვის რუსეთს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დაახლოებით 3/4 ჰქონდა კონტროლქვეშ. უკრაინის მიერ ყირიმის იზოლაცია რუსეთს ბევრად გაურთულებს იმ ოლქის იმ ნაწილების შენარჩუნებას, რომლებზეც მისი კონტროლი ისედაც სუსტი იყო. ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება მიიღოს გადაწყვეტილება, გადაიყვანოს მეტი ჯარი სხვა ოკუპირებული რეგიონებიდან ხერსონის დასაცავად, თუ დათმოს ეს ტერიტორია უკრაინისთვის. არც ერთი არჩევანი არ არის კარგი ვლადიმერ პუტინისთვის. და ეს გვიყვანს მესამე მოულოდნელ შედეგამდე, რაც მოხვა იმას, რომ უკრაინამ ყირიმი კუნძულად აქცი. თუ უკრაინა შეძლებს ყირიმის სრულ იზოლაციას და ეს საქმე ჯერ დასრულებული არ არის, მაშინ ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთი მასშტაბური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. გააგრძელებს თუ არა ის ჯარების შეყვანას დონბასის რეგიონში, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია მშვიდობის მოლაპარაკებების ცენტრში. ვლადიმერ პუტინს სასოწარკვეთილად სურს, რომ უკრაინამ ეს რეგიონი დათმოს და მან თავის ჯარებს პრაქტიკულად შეუძლებელი მიზანი დაუსახა. სექტემბრამდე ეს ტერიტორია უკრაინისგან წაართვან, ასე რომ ვიცით, რამდენად ძალიან უნდა მას ეს. თუ ვლადიმერ პუტინი მეტ ძალასა და ტექნიკას გადაამისამართებს ყირიმში, რათა გააძლიეროს მისი თავდაცვა და შეამციროს იზოლაცია, ამით დაასუსტებს დონბასში შეტევას და კიდევ უფრო გახდის რუსეთის ზურგს იმ რეგიონში საჰაერო დარტყმებისთვის მოწყვლაც. არც ერთი არჩევანი არ არის კარგი. ორივე შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი კარგავს იმ კონტროლს, რომელიც გონია რომ აქვს რეგიონზე, რომელსაც აცხადებს, რომ უნდა იყოს რუსეთის კონტროლის ქვეშ. და უკრაინა აიძულებს მას კიდევ უფრო მიუახლოვდეს გადაწყვეტილების მიღებას. რუსული ლოგისტიკის წინააღმდეგ განხორციელებული ყველა დარტყმის გარდა, უკრაინის დრონებმა პირდაპირ ყირიმსაც დაარტყეს. 21 ივნისს სერგეი აქსიონოვმა, რომელიც პუტინის მარიონეტი გუბერნატორია ნახევარკუნძულზე, გამოაცხადა, რომ ყველა საწვავის გატიდვა ბენზინგასამართ სადგურებზე შეჩერდებოდა იმავე დღეს, როცა ნახევარკუნძულზე დიდი საწვავის საცავი ცეცხლში გაეხვა. ამგვარი რამ მხოლოდ გარკვეული დროით შეიძლება გაგრძელდეს, სანამ პუტინს არჩევანის გაკეთება არ მოუწევს. და სწორედ ეს, ყველაფერზე მეტად, ხდის უკრაინის ყირიმის გეგმას ასეთ სრულყოფილს. აქ ამ ყველაფერში ჩვენ ხედავთ, როგორ მიყვება უკრაინა გეგმას, რომელიც თავის არსში მარტივია, მაგრამ ისე ბრწყინვალედ ხორციელდება, რომ რუსეთს რეალური გაქცევის გზა აღარ რჩება. აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი ამ გეგმას მოკლედ ხსნის. ყირიმის ამ ომის საკვანძო წერტილად აღწერისას, ჰოჯესმა უკრაინ ინფორმერს 27 მაისის ინტერვიუში აუხსნა, რას აკეთებს უკრაინა. ახლა ეს ცოტა გამარტივებულად ჯრეს, მაგრამ დაახლოებით ასეა. პირველი ფაზა, ამ ყირიმის გათავისუფლების პირველი ნაბიჯი არის მისი იზოლაცია. ჟიანკოვისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა, ხიდის განადგურს განადგურება, ამბობს ჰოჯესი და ამატებს. და შემდეგ მეორე, რაც თქვენს კარგ კითხვასაც ეხება, არის ის, რომ ყირიმი რუსებისთვის გამოუსადეგარი და უვარგისი გახდეს. გულისხმობ, რომ ახლა უკრაინას შეუძლია ყირიმის ყოველი კვადრატული მეტრის დარტყმა. უკრაინას სუსტი დარტყმების განხორციელება შეუძლია ყველგან და არანაირი საიდუმლო არ არის, სად არიან რუსები, სად არის აეროდრომები, სად არის ფლოტი, რაც კიდევ დარჩათ, ლოგისტიკა, ყველაფერი იქა. ამიტომ უბრალოდ განაგრძოთ დარტყმებს, რომ რუსებმა გააცნობიერონ, იქ დარჩენა შეუძლებელია. ყირიმი რუსებისთვის იქ არაფერში გამოდგება. ეს მოკლედ რომ ვთქვათ, ისაა, რასაც უკრაინა აკეთებს. ყირიმის იზოლაცია ბევრ მიზანს ემსახურება, რადგან ხერსონი და ზაპორიჟია რუსებისთვის ბევრად უფრო საშიში ხდება. მომარაგების ხაზების გადაჭრა ყირიმიდან ამ რეგიონებში გარდაულად გამოიწვევს მეტი პუტინის ცუდად აღჭურვილი ჯარისკაცის დაღუპას. ასევე შექმნის შესაძლებლობებს უკრაინისთვის, რომ დაიწყოს კონტრშეტევები დასუსტებულ რუსულ ფრონტზე. მაგრამ მთავარი მიზანი ყოველთვის ყირიმის დაბრუნება. და იმის ნაცვლად, რომ ჯარები შეიყვანოს ნახევარკუნძულზე, უკრაინა ცდილობს ამას მიაღწიოს ისე, რომ პუტინისთვის ყირიმის შენარჩუნება შეუძლებელი გახადოს. როგორც ჰოჯესი ამბობს, უკრაინა მიცის, სად არის კუნძულზე ყველა მთავარი სამხედრო ობიექტი. ყირიმის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე მუდმივი შეტევა ამ ობიექტებს დასაზიანებელს ხდის. და ახლა, როცა უკრაინა ანადგურებს რუსულ ლოგისტიკას, რომელიც ნახევარკუნძულზე შედის და გამოდის, რუსეთი სერიოზულ პრობლემაშია. სათითაოდ კავშირები წლება. 21 ივნისის შეტევა კიდევ ერთი გზაა, რომელიც უკრაინამ სიკვდილის ზონად აქცია. მალე ყირიმი მოწყვეტილი იქნება როგორც კუნძული. ნახევარკუნძული ფაქტობრივად ბლოკადაში აღმოჩნდება, რაც რუსეთის მთელ უკრაინის კამპანიაზე იმოქმედებს. ახლა უკრაინის ამოცანა მხოლოდ ყირიმზე ზეწოლის შენარჩუნება კი არ არის, არამედ მისი გაძლიერებაა. შეტევის ტემპი უნდა გაიზარდოს და ევრომაიდან პრესის მიხედვით სწორედ ამას ვხედავთ უკვე. Euromaidan პრესი ამბობს, რომ უკრაინის K2 დანაყოფი შესანიშნავ მაგალითს იძლევა, როდესაც საქმე ყირიმის მომარაგებელ ლოგისტიკურ მარშრუტებზე რუსული მომარაგების სატვირთოების განადგურების კამპანიას ეხება. აპრილში ამ დანაყოფმა 248 დარტყმა განახორციელა. მაისში ეს რიცხვი 354-მდე გაიზარდა. ივნისის შუა რიცხვებისთვის ამ დანაყოფმა 215 მანქანას დაარტყა, რაც მიუთითებს, რომ თვის ბოლოსთვის ეს რიცხვი 400-ს გადააჭარბებს. მაგრამ აქ იწყება ის, რაც უკვე საშინაო მდგომარეობას რუსეთისთვის კიდევ უფრო ამძიმებს. რუსეთმა ყველაფერიას წინასწარ იცოდა, მაგრამ ვერაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად. უკრაინის გეგმებთან დაკავშირებით ყირიმზე დიდი საიდუმლო არ არსებობდა.
ქვეყანამ 2025 წლის დიდი ნაწილი გამოიყენა დრონებით ყირიმის საჰაერო თავდაცვისა და სამხედრო ობიექტების დასარტყმელად ნახევარკუნძულზე. იმავე წელს გამოჩნდა უკრაინის საშუალო რადიუსის დარტყმის დრონების შესაძლებლობაც, რაზეც ფართოდ იწერებოდა. ფიოდოროვი აღნიშნავს, რომ წაღმოება გაიზარდა და ამბობს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 2026 წლის პირველ 4 თვეში უკვე 300%-ით მეტი საშუალო რადიუსის დარტყმის დრონი შეუკვეთა, ვიდრე მთელ 2025 წელს. თუ ყველაფერი წინასწარ იცოდა, რატო ვერ შეძლო რუსეთმა უკრაინის შეჩერება? პასუხი მარტივია. რუსეთს არ აქვს საჰაერო თავდაცვა. უკვე 4 წელზე მეტი ომისა და უკრაინის კამპანიის შემდეგ, რომელმაც რუსეთისთვის 1427 საჰაერო თავდაცვის სისტემა და კიდევ მეტი დაჯდა, როგორც უკრაინის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რუსეთს საუკეთესო შემთხვევაში ფრაგმენტული საჰაერო თავდაცვა დარჩა. თუმცა ამას უმატებთ იმას, რომ რუსეთის უმეტესობა სისტემები კლასიკური საფრთხეების, მაგალითად, ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგეო შექმნილი, ირებთ კატასტროფის რეცეპტს. საშუალო და გრძელ მანძილზე მოქმედი დრონების გამოჩენა ამ სისტემებისთვის კოშმარია. ისინი ასეთი ტიპის სამიზნეების წინააღმდეგ არ არის შექმნილი. და ის ფაქტი, რომ ბევრი დრონი კომპოზიტური მასალებისგან, მაგალითად პლასტმასისა და ფანერისგან არის დამზადებული, კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. სისტემები, რომლებიც სამიზნეების პური ანაბეჭდებით დაფიქსირებისთვისაა შექმნილი, ბევრს ვერ გააკეთებენ დრონების წინააღმდეგ, რომლებიც მათ რადარებზე არ ჩნდებიან. ყირიმის ფარი ინგრევა. და რაც კიდევ უფრო უარესია, რუსეთს არ შეუძლია შეიძინოს ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც მის გასამაგრებლად არის საჭირო. 20 ივნისის ანგარიში ევრომაიდან პრესმა ესაუბრა დრონების მეთაურს, რომელსაც კოდური სახელი ჩარჯერი ჰქვია. უკრაინის 413 უპილოტო სისტემების პოლკთან თანამშრომლობისას ჩარჯერი ამბობს, რომ რუსეთის მთავარი პრობლემა ამჟამად ისაა, რომ ვერ იღებს იმ მიკროჩიპებს, რომლებიც მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის ასაშენებლად სჭირდება. რადგან ეს რესურსი იშვიათია, ძალიან ძვირადღირებულია. და თუნდაც უბრალოდ დოლარების ტომა რა ესროლონ წარმოებელს, საჰაერო თავდაცვა უბრალოდ არ გაჩნდება, რადგან მიკროჩიპი არ არის, ამბობს ჩარჯერი და ამატებს. არ არსებობს მოწყობილობა, სადაც ფულს ჩაატრი და ის მოგცემს მიკროჩიპს, რომელიც საზენიტო რაკეტას აკონტროლებს. გაითვალისწინეთ, რომ რუსეთსაც სჭირდება მიკროჩიპები იმ რაკეტებისთვის, რომლებსაც უკრაინაზე თავდასხმისთვის იფენებს. ერთის მომარაგება მეორეს აკლებს და სწორედ ყირიმია, ვინც ამ ფასს იხდის. რუსეთს დრონებთან გასამკლავებლად სხვა მეთოდებიც აქვს. ელექტრონული ომის სისტემებს შეუძლიათ სიგნალების დაბლოკვა, რათა დრონები გზიდან გადაახვევინონ, ან ასე მოიქცნენ. იმ დრონებთან, რომლებსაც უკრაინა იყენებს ყირიმის მოსაცილებლად, სიგნალების დაბლოკვაც კი აღარ მუშაობს. უკრაინის საშუალო რადიუსის დარტყმის დრონები მხოლოდ რუსული ზურგის მისაწვდომობას არ უზრუნველყოფს. ბევრი მათგანი, მაგალითად ჰორნეტი, რომელიც 2026 წლის კამპანიაში ყირიმის წინააღმდეგ გამორჩეული იყო, ასევე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს სამიზნეების მისაღწევად. ეს გამორიცხავს სიგნალების დაბლოკვის შესაძლებლობას, რის გამოც რუსეთს მხოლოდ სულ უფრო მეტად გაცვეთილი საჰაერო თავდაცვის სისტემების იმედი რჩება, რომლებიც უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეიძლება გადალახოს და დაარტყას. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ რუსეთს არ აქვს საშუალებები, რათა დაიცვას თავი უკრაინის ყირიმის სტრატეგიის წინააღმდეგ. და პუტინმა და მისმა გარემოცვამ ყველაფერი იციან წინასწარ. უკრაინამ არ დაუმალა რუსეთს თავისი მიზნები და არ გაუკეთებია ეს რაიმე დიდი საიდუმლოდ, რომ რუსეთი მოუმზადებელი დაეჭირა. თეორიულად თავდაცვა მარტივია. უნდა გაანეიტრალონ უკრაინის საშუალო მანძილის დარტყმის დრონები. ეს გადაარჩენს ოკუპირებულ ყირიმს რუსეთისთვის, მაგრამ რუსეთს ეს არ შეუძლია. პუტინის ძალები მახეში გაბმულ ვირთხებს გვანან. ხაფანგი უკვე ჩაიკეტა და ვირთხამ ზუსტად იცის, რა პრობლემაც უნდა გადაჭრას, მაგრამ გაქცევის გზა არ არსებობს. დასუსტებულ ვირთხას მხოლოდ სიკვდილის დალოდება შეუძლია. აი ასეთ მდგომარეობაში ახლა რუსეთი ყირიმში. უყურებს, ელოდება და სასწაულის იმედი აქვს, რომ გადაარჩენს მის უკანონო ანექსიას. მაგრამ ეს სასწაული არ მოვა. ყირიმში და მის მიმდებარე რეგიონებში მხოლოდ კიდევ უფრო მეტი საშუალო მანძილის დარტყმის დრონი მივა. ხაფანგი უკვე ამოქმედებულია. რუსეთისგან სიცოცხლე ნელ-ნელა იწურება და ადრე თუ გვიან შუქიც ჩაქრება. პუტინის ყირიმი დასრულდება. ომის წაყვანა მხოლოდ ცოცხალი ძალით და ტექნიკით ფრონტზე არ შემოიფარგლება. გულისებს მიღმა გონება. ცენტრები, რომლებიც პროპაგანდას აკონტროლებენ და მთელ სამხედრო სისტემას ამუშავებენ. დუბნას კოსმოსური საკომუნიკაციო ცენტრი სწორედ ასეთ როლს ასრულებს რუსეთისთვის. მოსკოვის რეგიონში მდებარე ეს ცენტრი არის მთავარი ჰაბი ყველაფრისთვის. ფრონტის სარდლობისა და მართვის ცენტრებისგან დაწყებული, იმ პროპაგანდისტული გზამილებით დამთავრებული, რომელსაც კრემლი რუსეთისა და ოკუპირებული უკრაინის მოსახლეობას აწვდის. დუბნა რუსეთის საომარი მანქანისთვის საკვანძოა. უკრაინამ მას უბრალოდ ლობოტომია ჩაუტარა. პუტინი და მისი თანამზრახველები პანიკაში არიან, როცა კვამლი ადის და სატელიტური ჰაბი იწვის. უკრაინის დარტყმის დადასტურება 22 ივნისს მოხდა, როცა უკრაინის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ მან 21 ივნისს და 21-დან 22 ივნისის ღამეს დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრზე შეტევა განახორციელა. ეს არის უკრაინის მიერ მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემების კიდევ ერთხელ გარღვევა და მან ეს გააკეთა იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ობიექტი გაენადგურებინა, რასაც კრემლში ვერავინ წარმოიდგენდა. ტელეგრამის პოსტში გენერალურმა შტაბმა გააზიარა ფოტო, სადაც დუბნას ცენტრიდან ამოსული სქელი შავი კვამლის სვეტია გამოსახული
და ასევე გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელიც ადასტურებს, თუ რა განახორციელეს უკრაინელმა ძალებმა. მოსკოვის რეგიონში მდებარე კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრი დუბნა დაზიანდა. ობიექტზე მასშტაბური კვამლი შეინიშნება. მტრის დანაკარგები ზუსტდება, ითხოვინება გენერალური შტაბი. დამატებითი ინფორმაცია გავრცელდა ადგილზე მყოფი ღია წყაროებზე მომუშავე ჟურნალისტებისგან. OSINT Intuit-ის X ანგარიშმა გამოაქვეყნა დატყმის დამატებითი ფოტოები და მოკლე ვიდეო, სადაც ჩანს ამოსული კვამლის სვეტი. ფონზე როგორც ჩანს, ისმის საჰაერო თავდაცვის სისტემების ხმა, რომლებიც ცდილობენ შეაჩერონ უკრაინის მიერ გაგზავნილი იარაღი. ისინი აშკარად ვერ მოახერხეს. თავარი სატელიტური სადგური არ იქნებოდა კვამსში, რომ წარმატებით შეეჩერებინათ. რაც უკრაინამ აქ ახლახან მოახერხა, ეს არის ძლიერი დარტყმა როგორც რუსეთის წინა ხაზის ძალებისთვის, ასევე კრემლის მცდელობისთვის, რომ თავისი ნარატივით ხალხის გონება მოწამოს. და რომ გავიგოთ რატო, საჭიროა უფრო ხმად შევისწავლოთ დუბნას ცენტრი. ამ ობიექტს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს და ერთ დროს ის შედარებით უცხინარ მიზანს ემსახურებოდა. United24 Media ამბობს, რომ დუბნა ითვლება რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს სატელიტურ ტელეპორტად, რომლებიც წარმოადგენს მიწაზე განთავსებულ ჰაბებს და გამოიყენება სატელიტების დასაკავშირებლად მიწის კომუნიკაციის ქსელებთან. ფაქტობრივად ეს ჰაბები საჭიროა იმისთვის, რომ სატელიტური ტელევიზია მუშაობდეს. და სწორედ ამისთვის აშენდა თავდაპირველად დუბნა. 1980 წელს საბჭოთა კავშირის კომუნიკაციების სამინისტროს მიერ დაარსებული დუბნა აშენდა მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადის წინ, რათა თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მიეწოდებინა როგორც ევროპის, ისე ორივე ამერიკის ტელესადგურებისთვის. აქ სევდიანი ირონია. ოლიმპიადა ყველა ერის ხალხს აერთიანებს, რათა მეგობრულად დიასპარეზონ პოლიტიკისა და სიძულვილის გარეშე. ყოველ შემთხვევაში ეს არის თამაშების სული, თუნდაც ყოველთვის ასე ახდებოდეს პრაქტიკაში. დუბნა შეიძლებოდა და უნდა ყოფილიყო ის ინსტრუმენტი, რომელიც რუსეთს შეეძლო გამოეყენებინა ერთიანობისა და უკეთესი კომუნიკაციისთვის. მაგრამ როგორც ბევრი რამ რუსეთში, განსაკუთრებით ვლადიმირ პუტინის აღზევების შემდეგ, ესიც დამახინჯდა და სამხედრო მიზნებს ემსახურება. ეს დამახინჯება დაიწყო ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, თუმცა იმ დროს ეს აუცილებლად ცუდი რამ არ იყო. როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობის ბოლო 10 წლებში შედიოდა, კრემლმა დუბნა გამოიყენა, რათა დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფოსთან ოსთან უსაფრთხო საკომუნიკაციო არხები დაეარსებინა. მოლაპარაკებები სწორედ ამ სატელიტური ჰაბის მეშვეობით წარიმართებოდა და შესაძლებელია მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოსტსაბჭოთა რუსეთისთვის სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. დროთა განმავლობაში ჰაბი გაიზარდა. თავდაპირველად მას მხოლოდ 2 დიდი ანტენა ჰქონდა. ახლა კი დუბნაში 20-ზე მეტი სხვადასხვა ზომის ანტენაა, რომლებიც გამოიყენება რუსეთის 300-იანი სატელიტური ქსელის დიდი ნაწილის ტრეკინგის, ტელემეტრიისა და მართვის ოპერაციებისთვის. იმის გამო, რომ დუბნა ასეთი მასშტაბურია, მისი გამოყენება რუსეთის სამხედრო ძალების მხრიდან გარდაუვალი. და სწორედ ამას ვხედავთ დღეს. მიუხედავად რიას, რომ დუბნას მართავს რუსეთის სატელიტური საკომუნიკაციო კომპანია, რომელიც თითქოს და სამოქალაქო საწარმოა, დუბნას იყენებს რუსეთის სამხედრო ძალები. ის დაკავშირებულია როგორც რუსეთის სტრატეგიულ სადაზვერვო, ასევე ეროვნული თავდაცვის ქსელებთან. ოკუპირებულ უკრაინაში სწორედ დუბნას მსგავსი ცენტრები უზრუნველყოფენ რუსეთის მრავალი სარდლობისა და მართვის ცენტრის ფუნქციონირებას. ეს სატელიტური ჰაბი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთისთვის დრონებისა და ელექტრონული ომის, ანუ EW სისტემების გამოყენებაში. და ამ ყველაფერს ისაკეთებს მაშინაც კი, როცა თავის თავდაპირველ მიზანს ასრულებს. უზრუნველყოს, რომ ტელესადგურებმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვინონ მაუწყებლობა. ხოლო ახლა ეს მაუწყებლობები კრემლის პროპაგანდით არის გაჯერებული. და ისინი გადაიცემენ მთელ რუსეთში და ოკუპირებულ უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებზე. ეს ყველაფერი დუბნას რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების ობიექტად აქცევს, რაც მას უკრაინანისთვის ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ ხდის. ახლა რუსული სატელიტური სადგურიდან კვამლი ადის. სრული ზარალი ჯერ კიდევ ფასდება, როგორც უკრაინის გენერალურმა შტაბმა აღნიშნა. ჩვენ არ ვიცით, იყო თუ არა მსხვერპლი ამ დარტყმის შედეგად, ან რამდენი იყო. ასევე არ ვიცით კონკრეტულად რა მოახერხა უკრაინამ სატელიტურ ცენტრში დარტყმით. ეს შეიძლება იყოს 1 ან 2 ანტენა, ან შეიძლება იყოს თავად სადგურის მთელი ენერგეტიკული ბაზა. დროთა განმავლობაში უკრაინიდან კიდევ მეტი ინფორმაცია მოვა. თუმცა რუსეთი ამ ბოლო დარტყმის შესახებ გასაოცრად ხმამაღლა საუბრობს. Reuters-ი უწყება, რომ რუსულმა საინფორმაციო სააგენტო TASS-მა გასაოცრად ბევრი ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო მმართველი სააგენტოსთვის, რომელიც ჩვეულებრივ ცდილობს უკრაინის დარტყმების შესახებ ინფორმაცია, რაც შეიძლება ჩუმად შეინახოს. TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დუბნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მასიურ დრონულ თავდასხმას დაექვემდებარა. ასევე განაცხადეს, რომ ტელევიზიის მომსახურება ამ დარტყმის შედეგად არ შეწყვეტილა, თუმცა რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, გაუნდინარე წყაროდან, ძნელი სათქმელია. TASS-ი ასევე ამტკიცებს, რომ ცენტრის არც ერთი თანამშრომელი უკრაინის თავდასხმის შედეგად არ დაშავებულა. ასე რომ რუსეთი იქცევა ისე, თითქოს დუბნაში ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მაგრამ კვამლის ამოსვლის ფოტოები და ვიდეოები სრულიად სხვა ამბავს გვირყვება. დუბნა დაზიანდა და ეს ნიშნავს, რომ მას ისევ შეიძლება დაარტყან. თუ თვალს ადევნებდით ჩვენს რეპორტაჟებს უკრაინის დარტყმებზე, იცით, რომ აქ გარკვეული კანონზომიერებაა. უკრაინა იშვიათად ესხმის თავს მხოლოდ ერთ ობიექტს. როცა უკრაინის დრონები დაფრინავენ, ისინი მიემართებიან სამიზნეებისკენ რუსეთისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სწორედ ეს მოხდა 21-დან 22 ივნისის ღამეს.
როგორც New Sky აღნიშნავს, უკრაინულმა ძალებმა ასევე ერთდროულად შეუტიეს რამდენიმე ლოგისტიკურ და დრონულ კვანძებს, როცა დრონები დუბნას კუბნასკენ მიემართებოდნენ. ზაპოროჟიეს რეგიონში უკრაინის დრონებმა დაარტყეს საავტომობილო ხიდს ვასილიუკასთან, რაც მისი მიმდინარე კამპანიის ნაწილია ყირიმის იზოლაციისთვის. ამ ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია. ამ თავდასხმას თან ახლდა დარტყმა პორტ-კავკაზზე, რომელიც რუსეთის კრასნოდარის რეგიონში მდებარეობს. უკრაინამ დაარტყა ორ ბორას, რომლებიც ორივე გამოიყენებოდა მარაგებისა და სამხედრო ტექნიკის გადასატანად. კიდევ ერთხელ, საბოლოო სამიზნე ყირიმი იყო. ეს დარტყმები ხორციელდება კერჩის სრუტის გასწვრივ მდებარე კვანძებზე, რომელსაც რუსეთი ხშირად იყენებს კერჩის ხიდის გვერდის ავლით, რათა ყირიმში მარაგები შეიტანოს ან გაიტანოს. ამის გარდა უკრაინამ ასევე დაარტყა დრონების მართვის პუნქტებს, დრონების ოპერატორების საწვრთნელ პოლიგონს და რამდენიმე სარდლობისა და სადამკვირვებლო პუნქტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთის ბელგოროდის რეგიონში. ბოლოები გამოიყენება რუსეთის დარტყმების კოორდინაციისთვის უკრაინის სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე, იტყობინება New Sky. ასე რომ 21 ივნისი უკრაინისთვის დატვირთული დღე იყო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რამდენად შთამბეჭდავი იყო ეს სხვა დარტყმები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც აგრძელებენ ყირიმის იზოლაციის კამპანიას, სწორედ დუბნა გახდა ყველა სათაურის თემა. ჯერჯერობით ვიმოქმედებთ იმ ვარაუდით, რომ უკრაინამ დუბნა იმდენად დააზიანა, რომ მისი მუშაობა შეჩერდა, თუნდაც დროებით. ეს გვაყენებს აშკარა კითხვასთან. რას ნიშნავს ეს ყველაფერი უკრაინის ომისთვის? სანამ ამ კითხვას უპასუხებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ მოგწონთ ჩვენი ახის კონტენტი, აუცილებლად გამოიწერეთ. ასეთ ვიდეოებს ყოველდღიურად ვაქვეყნებთ. ახლა კი აი რას ნიშნავს დუბნაზე დარტყმა როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის. დავიწყებთ იმ გზავნილით, რომელიც უკრაინამ ახლახან გააგზავნა. დუბნას სატელიტური ცენტრი მოსკოვის ოლქში მდებარეობს. ის თითქოს ხელშეუხებელია. ისევე როგორც მოსკოვში ყველაფერი, დუბნა გარშემორტყმულია საჰაერო თავდაცვის სისტემებით და ასობით კილომეტრითაა დაშორებული ფრონტის ხაზიდან. დუბნა ისეთი ობიექტია, რომელსაც მილიონ წელიწადში ერთხელაც კი ვერ დაარტყამს დრონი. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობდა პუტინი, როცა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. და მაშინ პუტინი მართალი იყო. უკრაინას არ ჰქონდა საჭირო საშუალებები, რომ ასეთი დარტყმა განეხორციელებინა. მაგრამ ეხლა 2026 წელია და უკრაინას არა მხოლოდ აქვს ეს საშუალებები, არამედ დაამტკიცა, რომ შეუძლია მოსკოვის მუდმივად დაბომბვა და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებს ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლიათ. დუბნაზე დარტყმამ დიდი ქაოსი გამოიწვია, გარდა იმ კვამლისა, რომელიც რუსეთის სატელიტური ცენტრიდან ამოდიოდა. უკრაინის ახალი ხმა იუწყება, რომ რუსეთის გაჭირვებული მერი სერგეი სობიანინი ამტკიცებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ თავდასხმის რასმის დროს თითქმის 80 დრონი ჩამოაგდო. ხოლო დარტყმამ მოსკოვის სხვადასხვა აეროპორტში სულ 367 რეისის გაუგაუქმება ან დაგვიანება გამოიწვია. ვამბობთ გაჭირვებული, რადგან სერგეი სობიანინს ბოლო კვირებში იძულებული გახდა მეტისმეტად ბევრი დრო დაეთმო უკრაინულ დრონებზე საუბარს და ძალიან ცოტა დრო მიეძღვნა პუტინის გარემოცვაში ცხოვრების სიამოვნებას. დუბნაზე თავდასხმა მხოლოდ ბოლო მაგალითია იმ მრავალი შემთხვევიდან, როდესაც უკრაინის დრონებმა მოსკოვის ოლქი დაარტყეს. ერთ კვირაზე ნაკლები ხმით ადრე, 17-დან 18 ივნისის ღამეს, უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს მოსკოვის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კაპოტმიას, რასაც რუსეთის ხელისუფლებამ რეგიონის ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა უწოდა. თავდასხმა ეფექტური იყო. კაპოტმია დაიწვა და მოსკოველები დარჩნენ უკმა ოფილოები, რადგან მათზე შავი ნავთობის წვიმა მოდიოდა. რუსეთი რა თქმა უნდა ამბობს, რომ ასეთი წვიმა არ ყოფილა. მაგრამ როდესაც უყურებთ თავდასხმის კადრებს, სადაც ნავთობის საცავი ავზი პირდაპირ აფეთქდება თავზე, შესაძლოა რუსული საჰაერო თავდაცვის რაკეტის წარუმატებელი დარტყმის შედეგად. მაშინ რთულია უარყო უკრაინის თავდასხმის შედეგი. ნავთობის წვიმა იყო თუ არა, უკრაინამ 17 ივნისს მოსკოვს გზავნილი გაუგზავნა, რომელიც 21 ივნისსაც გაიმეორა. მოსკოვი მხოლოდ მისაწვდომი არ არის, ის აქტიური სამიზნეა. და ეს დუბნაზე თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი აზრია. მიუხედავად იმისა, თუ რა ზიანი მიადგა რუსეთის ობიექტებს, უკრაინა ამ თავდასხმებს იყენებს იმის საჩვენებლად, რომ მოსკოველებმა იცოდნენ, პუტინი მათ ტერიტორიას ვერ იცავს. რუსეთის ყველაზე დაცული ოლქი ერთ კვირაში ორჯერ ძლიერად დაარტყეს და ზიანიც მიადგა. ფსიქოლოგიურად ეს რუსეთისთვის დამანგრეველი. პროპაგანდა ვეღარ გააკეთებს სახეს. თითქოს ყველაფერი რიგზეა, როცა მოსკოვის მცხოვრებლები ხედავენ, როგორ ადის კვამლი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან და სატელიტური ჰაბებიდან. ეს კვამლი აჩვენებს მათ, რომ უკრაინის განცხადებები იმის შესახებ, რომ აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია სამიზნეების დაზიანება 3000 კილომეტრის მანძილზე, უბრალოდ ტრაბახი არ არის. ეს ძალიან რეალურია და უკრაინა ამას მუდმივად ამტკიცებს. რაც შეეხება პროპაგანდას, რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით იმას, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს დუბნაზე თავდასხმა ამ მხრივ. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ამ თავდასხმის სამხედრო მნიშვნელობა. სარდლობის პუნქტები, დრონების ცენტრები და ელექტრონული ომის სისტემები. ყველა ეს დამოკიდებულია დუბნაზე, რომელიც სრულად უნდა მუშაობდეს. რაც ნიშნავს, რომ ამ სატელიტური ჰაბის დაკარგვას შეიძლება დამამანგრეველი გავლენა ჰქონდეს რუსეთის ძალებზე ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინის ფრონტის ხაზზე. გახსოვთ ადრე რომ ვახსენეთ დუბნას მრავალმხრივი გამოყენება. ოლიმპიადის შემდეგ რუსეთმა ეს სატელიტი გამოიყენა სხვა ქვეყნებთან უსაფრთხო საკომუნიკაციო არხების გასახსნელად.
სამართლიანი ვარაუდია, რომ უკრაინის შიგნით არსებული სარდლობისა და მართვის ცენტრები სარგებლობენ მსგავსი არხებით, განსაკუთრებით ახლა, როცა დუბნა ამ ხელაზომამდე გაიზარდა. უსაფრთხო კომუნიკაციების დაკარგვაც უბია რუსეთისთვის. იგივე ეხება იმ შესაძლებლობის დაკარგვასაც, რომლითაც დუბნა მონაცემებს აგროვებს. სარდლობისა და მართვის ცენტრი ასებითად არის ობიექტი, რომელსაც სამხედროები იყენებენ კრიტიკული სისტემების მონიტორინგისთვის, ანალიზისა და მართვისთვის, რაც ნიშნავს, რომ თითოეული ასეთი ცენტრი წარმოადგენს ცენტრალურ ადგილს, საიდანაც სარდლები მართავენ ჯარებს და კოორდინაციას უწევენ შეტევებს ფრონტზე. ამისთვის კომუნიკაცია უნდა იყოს დაშიფრული, რათა მტერმა ვერ შეძლოს შეტყობინებების გადაჭერა, ხოლო მონაცემების ნაკადი სარდლობისა და მართვის ცენტრში უწყვეტი უნდა იყოს, რათა სარდალს ჰქონდეს ბრძოლის ველის საუკეთესო შესაძლო სურათი. თუ დუბნა გამოვა მწყობრიდან, რაც შეიძლება მოხდეს განმეორებითი დარტყმების შემდეგ, ახლა როცა უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია სატელიტური ჰაბის დაზიანება, მაშინ რუსულ რიგებში სრული ქაოსი იქნება. წინა ხაზზე შეტევები ყველაზე მეტად დაზარალდებოდა და ეს გარდაულად გამოიწვევდა რუსული დანაკარგების ზრდას ომში, რომელმაც უკვე 1,29 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა. შემდეგ არის დრონები. სატელიტური კომუნიკაციის დაკარგვა მოსკოვსა და უკრაინის შიგნით არსებულ სარდლობის პუნქტებს შორის ასევე ნიშნავს, რომ მეთაურებს აღარ შეუძლიათ დრონების დანაყოფებისთვის ზუსტი მითითებების მიცემის მიცემა, რადგან ისინი ბრძანებებს ვერ იღებენ. შესაძლებელია, რომ დუბნაც მონაწილეობდეს იმ სატელიტური ნავიგაციის მხარდაჭერაში, რომელიც ჩაშენებულია რუსეთის მრავალი დარტყმითი დრონის სისტემაში. New Sky ამბობს, რომ დუბნა კრიტიკულია უპილოტო საფრენი აპარატების სამართავად, ასე რომ ეს ვარაუდები საკმაოდ გონივრულია. მიუხედავად იმისა, რამდენად ბევრსაც საუბრობენ უკრაინასა და მის ბრწყინვალე დრონების სტრატეგიაზე რუსეთის წინააღმდეგ, არ შეგვიძლია უგულებელყოთ ის ფაქტი, რომ რუსეთიც აქტიურად იყენებს დრონებს. მხოლოდ მაისში რუსეთმა რეკორდული რაოდენობის 8150 დრონი გაუშვა უკრაინისკენ, რაც ნათლად აჩვენებს მისი გრძელვადიანი კამპანიის მასშტაბს. და მოსკოვის Times-ის მიხედვით, რუსეთი 2026 წელს გეგმავს 7,3 მილიონი FPV დრონის წარმოებას, რაც დღეში დაახლოებით 20,000 ერთეულს შეადგენს. არ შეგეშალთ, რუსული დრონები უკრაინისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. თუ დუბნა თუნდაც დროებით დაიხურა, ეს ნიშნავს შვებას უკრაინელი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. რუსული დრონების დანაყოფები ფრონტზე იძულებულნი იქნებიან დააყოვნონ თავიანთი დარტყმები, განსაკუთრებით თუ ისინი არ იღებენ ინფორმაციას სარდლობისა და მართვის ცენტრებისგან. რუსეთის დარტყმეთი დრონები, რომლებიც სატელიტურ ნავიგაციაზე არიან დამოკიდებული სამიზნეების მისაღწევად, ან ვერ შეძლებენ ფრენას, ან ბევრად უფრო ადვილი იქნება მათი ჩამოგდება საჰაერო თავდაცვისა და ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. და რაც შეეხება ელექტრონულ ომს, New Sky ამბობს, რომ დუბნა ასევე მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ამ სისტემების უკრაინის ტერიტორიაზე გამოყენებისას. ამ ტიპის სისტემები როგორც წესი მუშაობენ სატელიტური სიგნალების ჩახშობით, რომელსაც მოწინააღმდეგის სისტემა, მაგალითად დრონი ან რაკეტა იყენებს. ამისთვის რუსეთს სჭირდება წვდომა საკუთარ სატელიტურ ქსელთან, რათა გაგზავნოს ჩახშობის სიგნალები. კერძოდ რუსეთს სურს გამოიყენოს ქვემიმავალი სიგნალის ჩახშობა, რაც როგორც West Point-ის თანამედროვე ომის ინსტიტუტი ამბობს, გულისხმობს სატელიტური სიგნალის დარღვევას მაშინ, როცა ის მიმღრებისკენ მოდის. სავარაუდოდ თუ New Sky სწორია, დუბნა რუსეთს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს თავისი ელექტრონული ომის სისტემები ასეთი ტიპის ჩახშობისთვის. თუ დუბნა გათიშულია, ეს აღარ მოხდება. და ეს ნიშნავს, რომ განსაკუთრებით უკრაინის საშუალო მანძილის დრონები ბევრად უფრო მომაკვდინებელი გახდება. ეს დრონები უკვე ჩართულია უკრაინის ლოგისტიკური ბლოკადის კამპანიაში, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ რუსული ლოგისტიკა ახლო ზოგში გაანადგუროს. RBC უკრაინის ინფორმაციით ფრანგმა ღია წყაროების სადაზვერვო ანალიტიკოსმა კლემან მოლარმა დაადასტურა ამ ტიპის სუმცირე 500 დათმა მხოლოდ რუსულ სატვირთოებს 1 მაისიდან 18 ივნისამდე, რომელთაგან ყველა ვიდეო მტკიცებულებით დადასტურდა. რუსეთის მიერ თავისი ელექტრონული ომის სისტემების დაკარგვა ნიშნავს, რომ ასეთი დარტყმები კიდევ უფრო გახშირდება, რაც მთლიანად ემსახურება უკრაინის საბოლოო მიზნებს, ყირიმის იზოლაციასა და ფრონტის ხაზზე მომარაგების შეფერხებას. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ დუბნა უკრაინისთვის აშკარა სამხედრო სამიზნე იყო. ახლა გემოდით ყურადღება გავამახვილოთ რაღაც უფრო მზაკრულს. შეიძლება გახსოვდეთ ვახსენეთ, რომ დუბნა რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებადი ტელევიზიის მთავარი სატელიტური ჰაბია. ეს ფაქტობრივად მას კრემლის პროპაგანდის არადაპი გამავრცელებლად აქცევს მთელ რუსეთში. სახელმწიფო კონტროლირებადი ტელევიზია არსებობს იმისთვის, რომ აკონტროლოს ნარატივი, სულ მცირე პუტინის თვალში. ამის მტკიცებულება რუსეთში პუტინის პრეზიდენტად გახდომამდეც კი გვინახავს. მაგალითად, 1993 წელს რუსეთში გადატრიალების მცდელობამ გამოიწვია სასტიკი ბრძოლა ოსტანკინოში, პირველი არხის სადგურის კონტროლისთვის, რომელიც მოსკოვის ტელევიზიის ცენტრია. ისინი, ვინც მაშინ გადატრიალებას ცდილობდნენ, უკვე მაშინ იცოდნენ ის, რასაც ახლა პუტინი იცის. ეთერში კონტროლი ნიშნავს გონებებზე კონტროლს. მალბოროს კოლეჯის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საშუალო რუსი დრეში დაახლოებით 4 საათს ატარებს ტელევიზორის ყურებაში და პუტინი ამ ფაქტს იყენებს, რათა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით ომი თავის ქვეყანაში ნორმალურად წარმოაჩინოს. ეს არაფერს წარმოადგენს გასაკვირს. ყველამ ვიცით, რომ დეზინფორმაცია კრემლის არსენალში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი. რაც უკრაინისთვის ბევრად უფრო შემაშფოთებელია ისაა, რომ რუსეთის პროპაგანდით გაჯერებული გადაცემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაიცემა.
ეს ომის პირველივე თვეებიდან ხდება. 2022 წლის დეკემბერში BBC-ს მონიტორინგის ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთმა ან სცადა არსებული არხები დაეძალებინა, გაეშუქებინათ მისი ვერსია სიახლეების შესახებ, ან უბრალოდ შექმნა საკუთარი ახალი არხები ზაპოროჟიესა და ხერსონში. რუსეთმა ასევე გამოიყენა რეგიონალური სახელმწიფო მედია კომპანია TRK Krim, რომელიც რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში დაარსა, რათა შეექმნა ისეთი პროგრამები, რომლებიც მისთვის შესაფერისად მიაჩნდა სხვა ოკუპირებული ტერიტორიებისთვის. 2025 წლის ივნისში Kyiv Independent-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ რაღაც ერთ კვირაში ამოიღო 1000-ზე მეტი მოწყობილობა, რომელიც უკრაინულ ტელევიზიაზე წვდომას უზრუნველყოფდა. მიზანი კი იყო საინფორმაციო სივრცის კიდევ უფრო მეტი პროპაგანდით მოწავლა. რუსეთმა ზოგადად დაიწყო სატელევიზიო პაკეტები, როგორიცაა რუსკი მირი, რომელიც როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, მოიცავს 20 კრემლის მიერ მართულ სახელმწიფო არხს, ასევე 11 გასართობ არხს და 10 რეგიონულ არხს უკრაინის ოკუპირებულ ოლქებში. ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინის სამხედრო ძალის განადგურებას არ ცდილობს. პუტინი მიზანში იღებს ქვეყნის კულტურულ საარდენს. ტელევიზიის გამოყენებით კრემლი ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების რუსიფიკაციას. ავსებს მათ მანიპულირებული ინფორმაციით, ისე რომ იქ დარჩენილი ადამიანები იცრებენ რუსეთის ვერსიის დაჯერებას. მაგრამ ეს მიდგომა ძირითადად სატელიტურ არხებზეა დამოკიდებული. ნებისმიერი შეფერხება, მაგალითად ის, რაც დუბნაში მოხდა, შეიძლება დაარღვიოს კრემლის მცდელობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გონების გადაპროგრამირებისთვის. ეს შესაძლოა უფრო მეტადაც კი ვიდრე 21 ივნისის დათმის სამხედრო ასპექტები. იყოს ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელსაც უკრაინა დუბნასთან დაკავშირებით აღწევს. ახლა როცა უკრაინა მიცის, რომ სატელიტურ ჰაბს შეიძლება დაარტყას, თითქმის გარდაუვალია, რომ კიდევ სცადოს. და შემდგომი დარტყმებით შეიძლება ბევრად მეტი ვიხილოთ, ვიდრე მხოლოდ კვამლი და დაუდასტურებელი ცნობების ზიანის შესახებ. შესაძლოა ვიხილოთ რუსეთის მთელი პროპაგანდისტული ქსელის განადგურება უკრაინის შიგნით. რამდენიმე თვეა უკრაინა ბრწყინვალე გეგმას ახორციელებს ოკუპირებული ყირიმის წინააღმდეგ. საშუალო დონის დარტყმის დრონები უწყვეტად დაფრინავენ და რუსულ ლოგისტიკას ბომბავენ, რომელიც ნახევარკუნძულზე შედის, ხოლო შორ მანძილზე მოქმედი დრონები პირდაპირ ყირიმში აღწევენ და ანადგურებენ რუსეთის მიერ აგებულ თავდაცვით სისტემებს. ყირი მიიზოლირებულია, ომში მიტოვებულია, სადაც ის მთავარი ცენტრი უნდა ყოფილიყო. და ახლა უკრაინა რაღაც დიდისთვის ემზადება. რუსეთმა ეს იცის. პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინის დადღე ახლოვდება და რუსეთის ყველაზე საშინელი კოშმარი ახდება. დესანტის ოპერაცია მასშტაბური იქნება. პუტინის ნებისმიერი რწმენა, რომ ყირიმი უსაფრთხო იყო, გაქრა. ახლა რუსეთს მხოლოდ ის დარჩენია, რომ სასოწარკვეთილად სადოს მომზადება იმისთვის, რასაც გარდაუვალად მიიჩნევს. აი ეს არის მთავარი. სანამ უკრაინა ყირიმთან დაკავშირებულ გეგმებს საიდუმლოდ ინახავს, სწორედ რუსეთის ქმედებებიდან ხედავთ პუტინის შიშს, რომ შესაძლოა D-Day დაიწყოს. 17 ივნისს United 24 მედიამ გაავრცელა კომენტარები, რომლებიც გააკეთა დმიტრო პლეტნიუკმა, რომელიც უკრაინის საზღვაო ძალების პრესპიკერი. მან განაცხადა, რომ რუსეთმა დაიწყო თავისი თავდაცვითი პოზიციების გამაგრება ოკუპირებული ყირიმის სანაპიროებზე. რატომ? პუტინი შეშინებულია, რომ უკრაინა ემზადება საპასუხო შეჯრისთვის, რათა საბოლოოდ წაართვას რუსეთს ოკუპირებული ნახევარკუნძული. შესაძლოა ამ მიზნით ამფიბიური დესანტის გამოყენებით. როგორც პლეტნიუკი ამჟამად აცხადებს, რუსეთი ამაგრებს ყირიმის სანაპიროს იმ ნაწილებს, რომლებიც ყველაზე მოწყვლადად მიაჩნია. ის ასევე ამატებს, რომ რუსეთი ამფიბიური დესანტის შესაძლებლობას რეალურ საფრთხედ აღიქვამს, რომელსაც უნდა დაუპირისპირდეს. ნებისმიერ შემთხვევაში მტერი ამას აბსოლუტურად რეალურ საფრთხედ მიიჩნევს. რუსები აქტიურად ამაგრებენ იმ ადგილებს ყირიმში, რომლებიც დესანტისთვის მოწყვლადია, რადგან მათ სჯერათ ასეთი შესაძლებლობის, განაცხადა პლეტნიუკმა ინტერვიუში Kyiv Independent-თან. მან ასევე გაამხილა ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ეშინია რუსეთს ასე ძალიან იმის, რასაც ისინი მოელია. ამფიბიური დესანტის რწმენა არსაიდან არ გაჩენილა. პლეტნიუკის თქმით, უკრაინის საზღვაო ძალები სწორედ ასეთი ოპერაციებისთვის ვარჯიშობენ. ვარჯიში გრძელდება და უკრაინის მიერ ჩატარებულმა სპეციალურმა ოპერაციებმა რუსეთში შიში გააჩინა, რადგან უკრაინის დრონები კვლავ მოქმედებენ. ეს კამპანია კი ნახევარკუნძულის იზოლირებას ისახავს მიზნად და შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროს იმ ტიპის თავდასხმას, რომლის შესაძლო განხორციელებასაც პუტინი ვერასდროს დაიჯერებდა, როდესაც მან თავისი შეჭრა დაიწყო. რუსეთს აშინებს, რომ D-Day-ის მეორე ნაწილი ახლოვდება. მაგრამ რატო არის რუსეთი ასე შეშინებული? გარდა იმ უკრაინული წორთნებისა, რომლებიც ახლახან ვახსენეთ, სწორედ ის მოვლენებია, რომლებიც რუსეთს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწია ეყურებინა, რაც მის სამხედრო ხელმძღვანელობას აჯერებს, რომ რაღაც მასშტაბური მიემართება ყირიმისკენ. ნახევარკუნძული კუნძულად იქცევა, რადგან უკრაინა უწყვეტ ოპერაციას ატარებს ყირიმის იზოლაციისთვის, ყველა იმ ლოგისტიკური არტერიისგან, რომლებიც რუსეთს საშუალებას აძლევს იქ ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა მიაწოდოს. უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი ამბობს, რომ მისი კამპანია ყირიმის მოწყვეტისთვის ოკუპირებული ტერიტორიებისა და ქერჩის ხიდისგან, რომელიც ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს, ზუსტად უკრაინის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეს იზოლაცია ნახევარკუნძულს, რომელიც პუტინმა 2014 წელს უკრაინას წაართვა,
კუნძულად გადააქცევს და ეს შეიძლება ძალიან მოულოდნელ შედეგებამდე მიიყვანოს რუსები. იუწყება Euromaidan Press მიხაილო ფედოროვის განცხადებაზე უკრაინის ერთ-ერთ არხთან ინტერვიუში. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ბუნდოვნად ჟღერდეს უკრაინის თავდაცვის მინისტრისგან, ეს რუსეთისთვის გაფრთხილებაა. ნიშნავს თუ არა ეს გაფრთხილება, რომ ამფიბიური შეტევა იგეგმება? რთულია თქმა, მაგრამ რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ უკრაინა საფუძველს ქმნის, რაც ასეთ შეტევას შესაძლებელს გახდის. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინის ახალი თაობის საშუალო დონის დარტყმის დრონები ქაოსს ქმნის იმ ლოგისტიკურ ქსელში, რომელიც ყირიმს ამარაგებს. ფედოროვი ამხელს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ იზოლაციის ამ კამპანიამდე 2026 წლის პირველ 4 თვეში 300%-ით მეტი საშუალო დონის დარტყმის დრონი შეიძინა, ვიდრე მთელ 2025 წელს. თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია. მისი თქმით, ზრდა 500%-ია. რაც არ უნდა იყოს, მაისსა და ივნისში საშუალო დონის დარტყმის დრონების ამ მასიური ზრდამ ყირიმის წინააღმდეგ შედეგი გამოიღო. მაისის ბოლოდან უკრაინამ RR-280-ის მთავარი ავტომაგისტრალი, რომელიც რუსეთს, სამხრეთ უკრაინასა და ყირიმს აკავშირებს, აბსოლუტურ ჯოჯოხეთად აქცია. ამ გზაზე მოძრაობა 61%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც ეს დარტყმები დაიწყო. აცხადებს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ ბროუდი. როდესაც RR-280 რუსეთისთვის ნელ-ნელა გამოუსადეგარი ხდება, უკრაინა იწყებს ხიდებზე შეტევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც ნახევარკუნძულზე მიდის. 9 ივნისის დარტყმამ მთლიანად შეაჩერა მოძრაობა ამ ხიდზე, რის გამოც ტრანსპორტი ალტერნატიულ მარშრუტებზე გადაიყვანეს, რომლებიც არმიანსკსა და პერეკობზე გადის. რამდენიმე დარტყმა დაფიქსირდა ხანიჩესკსა და არაბატის ისარს შორის დამაკავშირებელ ხიდზე, ასევე ხერსონში, ისევე როგორც დარტყმები არმიანსკში, რომლებიც მიზნად ისახავდა რუსეთის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ალტერნატიული მარშრუტის გადაკეთებას. ერთ-ერთი ასეთი დარტყმის შედეგად, რომელიც 11 ივნისამდე განხორციელდა, უკრაინამ გაანადგურა 50 მომარაგების სატვირთო და საწვავის ცისტერნა, რომლებსაც რუსეთი არმიანსკის გავლით ყირიმში აგზავნიდა. და სწორედ ეს არის მთავარი. ამ გზების გადაკეთვა აჩერებს საწვავის, საკვების, მარაგებისა და ჯარისკაცების ყირიმში შეღწევას. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. ეს არის ძალიან კარგად კოორდინირებული კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანია ყირიმის მოწყვეტა ყველა იმ ტერიტორიას, საიდანაც რუსეთს შეუძლია ნახევარკუნძულზე თავისი ყოფნის შენარჩუნება. როგორც United 24 მედია ამბობს, უკრაინის დარტყმებმა მუდმივი შეფერხება გამოიწვია რუსეთის ყირიმის მომარაგების ხაზებში კამპანიის ფარგლებში, რომელიც როგორც ჩანს, შექმნილია ნახევარკუნძულზე მყოფი რუსების შიმშილით გასაძევებლად. მაგრამ რა მოხდება თუ ამაზე მეტი რამ იმალება? რა მოხდება თუ უკრაინა მხოლოდ იზოლირებას არ ცდილობს, არამედ ამფიბიური დესანტისთვის ემზადება, როგორც ამას რუსეთი შიშობს? ეს ახსნიდა თავდაცვით ზომებს, მაგრამ მაინც რჩება რთული კითხვა. როგორ შეძლებს უკრაინამ მსგავსი ოპერაციის განხორციელებას? მალე უფრო დეტალურად განვიხილავთ პლატონჩუკის კომენტარებს და იმას თუ რა შეიძლება კონდეს დაგეგმილი უკრაინას. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, შეგახსენებთ რომ გოგხსენებთ რომ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ მოგწონთ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რათა იხილოთ მეტი ჩვენი არხიდან. ანუ ამფიბიული დესანტი. რა მოხდებოდა თუ უკრაინა საკუთარ დედღეს ცდიდა ყირიმში? ჩვენ მხოლოდ უმცირესი მინიშნებები გვინახავს იმის შესახებ, რას შეიძლება გეგმავდეს უკრაინა წარსულში. 2023 წლის აგვისტოში უკრაინის ძალებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ სპეცოპერაციას საკუთარი სახელწოდება მისცეს. ამ ოპერაციაში მონაწილეობდა უკრაინის სამხედრო დაზვერვა, რომელმაც მცირე კონტინგენტი ყირიმში გადასხა წყალზე მოძრავი ხომალდებით, რომლებიც მიაკისა და ოლანიუკის დასახლებებთან გადავიდნენ ნაპირზე. ოპერაციის დროს უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა, რის შედეგადაც რუსებს სულ მცირე 30 დანაკარგი ჰქონდათ და 4 რუსული სრაფმავალი ნავი დაზიანდა, სანამ ოპერატიულები ნახევარკუნძულს დატოვებდნენ. იმ დროს ოპერაცია მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან აჩვენა, რომ უკრაინას შეეძლო ჯარისკაცების ყირიმში გადასხმა, მაგრამ ახლა ეს შეიძლება გეგმად იქცეს. თუმცა ეს ძალიან მცირე მასშტაბის ოპერაცია იყო. ეს გვიჩვენებს, რომ უკრაინას შეუძლია ჯარისკაცები ჩუმად შეიყვანოს ყირიმში ღამის საფარში, მიაყენოს გარკვეული დანაკარგები და შემდეგ უკან გამოვიდეს. გეგმაა, რომ ჯარისკაცები ეტაპობრივად შეიყვანონ და შეაღწიონ, ასეთ შემთხვევაში ეს შეიძლება ეფექტური სტრატეგია იყოს. თუმცა ყირიმში განლაგებული რუსული ძალები დიდი ალბათობით ასეთ ჯგუფებს ადვილად დაამარცხებენ, თუ ისინი იქ დიდხანს დარჩებიან. ყირიმის ნახევარკუნძული დაახლოებით 26,500 კვადრატული კილომეტრია, რაც საკმაოდ დიდი ტერიტორია დასაფარად. ეს 5 ნახევარჯერ მეტია იმ 4700 კვადრატულ კილომეტრზე, რომელიც BBC-ის ცნობით რუსეთმა უკრაინას 2025 წელს დაართო, მაგალითად. ასევე რთულია დადგინდეს, რამდენი ჯარისკაცი ჰყავს რუსეთს ყირიმში განთავსებული, რადგან ბოლო შეფასებები პუტინის შეჭრამდეა გაკეთებული. 2020 წლის ივლისში UKRI Informa გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ნახევარკუნძულზე 33500 ჯარისკაცი ჰყავდა, საიდანაც 11500 სახმელეთო ძალას წარმოადგენდა. ეს რიცხვი ახლა შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ან ყირიმის ლოგისტიკური კვანძის როლის გათვალისწინებით, რომელიც ჯარებს ოკუპირებულ უკრაინაში გზავნის, შესაძლოა უფრო დაბალიც იყოს. თუმცა ეს მაინც ძალიან ბევრი ჯარისკაცია იმისთვის, რომ მცირე ჯგუფებმა, რომლებიც სვით გადმოდიან, მათ წინააღმდეგ იბრძოლონ. უკრაინას ყირიმის რუსეთისგან სრულად გასათავისუფლებლად უფრო მასშტაბური დესანტირება დასჭირდება.
ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ გამოიყენებს მცირე სპეციალური ოპერაციების ჯგუფებს, როგორიც 2023 წელს ვიხილ. ასეთი ტიპის ჯგუფები შეიძლება განთავსდეს ყირიმის სანაპიროზე, რათა გაანადგურონ თავდაცვა და შექმნან გამაგრებები უფრო დიდი ჯგუფებისთვის მოსამზადებლად. მაგრამ ისინი მარტო ვერ აიღებენ ყირიმს და თავად პლატონჩუკიც აღნიშნავს ამას. ის ამბობს, რომ ნებისმიერი D-Day-ის მსგავსი დესანტირება ყირიმზე უნდა განხორციელდეს ბევრად უფრო დიდი და რთული შეტევითი ოპერაციის ფარგლებში, რომელიც სავარაუდოდ ასევე იქნება მიმართული სამხრეთის ოკუპირებული რეგიონების დიდი ნაწილის გათავისუფლებაზე, რომლებიც ყირიმს უკავშირდება. ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ D-Day. ეს იმიტომ, რომ თავად პლატონჩუკმა გაალო პირდაპირ პარალელი, როცა ყირიმზე ამფიბიურ დესანტირებაზე საუბრობდა. ამიტომ შესაძლოა D-Day-ზე შევხედოთ, რომ მივიღოთ გარკვეული წარმოდგენა იმაზე, თუ რა მოუწევს უკრაინას, რათა ასეთი ტიპის დესანტირება შესაძლებელი გახდეს. კერძოდ, პლატონჩუკი ახსენებს ომაჰას სანაპიროზე შტურმს და მას იყენებს მაგალითად იმ ტიპის თავდაცვებისა, რომელთა წინაშეც უკრაინა აღმოჩნდება. წყალში და სანაპიროზე განთავსებული ნაღმები, რომლებიც უკრაინამ უნდა გადალახოს დესანტირებისას, ასევე სახმელეთო თავდაცვითი საშუალებები, რომლებიც ჯარისკაცების შეჩერებას ემსახურება, როგორიცაა მავთულ ხლართები და თხრილები, ასევე დასაძლევი იქნება. სათქვეამფრქვევი ბუდეები და ბუნკერები მუდმივად ესროდნენ უკრაინის ჯარისკაცებს. გარდა ამისა, თუ უკრაინა ზღვიდან შეუტევს, სავარაუდოა, რომ მას საჰაერო თავდაცვა თითქმის არ ექნება, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს საჰაერო მხარდაჭერა გამოიყენოს. თუ ომაჰას სანაპიროს მაგალითს მივყვებით, მეორე მსოფლიო ომის ეროვნულ მუზეუმში ამბობენ, რომ D-Day-ის დესანტში დაახლოებით 160,000 მოკავშირე ჯარისკაცი მონაწილეობდა, ხოლო ომაჰაზე 34,000 ამერიკელი გადავიდა. თელმა ოპერაციამ მოკავშირეებს 10,300-ზე მეტი დანაკარგი დაუჯდათ, საიდანაც 2,400 ომაჰას სანაპიროზე იყო. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. მოკავშირეებმა D-Day-ის დესანტის დროს გამოიყენეს 7,000 საზღვაო ხომალდი, მათ შორის დაახლოებით 4,000 სადესანტო ნავი და ასევე 12,000 თვითმფრინავი, რომლებიც მხარდაჭერას უწევდნენ ოპერაციას. თუ ყირიმზე შტურმი უნდა გავდეს ამას, მაშინ უკრაინას პრობლემა აქვს. უკრაინას თითქმის არ აქვს საზღვაო ძალები, რომელზეც შეიძლება საუბარი. Global Firepower, რომელიც მსოფლიოს 145 სამხედრო ძალას აფასებს სპეციალური ინდექსით, რომელიც ითვალისწინებს ყველაფერს ცოცხალი ძალიდან დაწყებული ხელმისაწვდომი რესურსებით დამთავრებული, ამას ამბობს. უკრაინის საზღვაო ძალები შედგება 179 გემისგან, რომელთაგან უმეტესობა საპატრულო ხომალდებია. იგივე წყარო ამბობს, რომ უკრაინას აქვს 347 საჰაერო რესურსი. ასე რომ, იმ დონის საჰაერო მხარდაჭერა, რაც D დღის დროს იყო, უკრაინას არ ექნება, თუ ის ამფიბიური ერის მიიტანს ოკუპირებულ ტირიმზე. ამიტომ ეს იდეა გამოირიცხა, ხომ ასეა? სავალდებულო არ არის. 2026 წელი ძალიან შორსაა 1944-დან და ეს ნიშნავს, რომ უკრაინას აქვს შესაძლებლობა თავისი სადესანტო ოპერაციები სრულიად განსხვავებულად განახორციელოს, ვიდრე ომაჰას სანაპიროზე ვნახეთ. პირველ რიგში უკრაინამ ნამდვილად უნდა შეიყვანოს ჯარი ნახევარკუნძულზე. თავად პლატონჩუკიც ამბობს ამას და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ყირიმის გათავისუფლება, თუ ჯარისკაცები ნახევარკუნძულზე არ შევლენ და იქ არ დარჩებიან. თუმცა საქმე იმაშია, რომ დღის ოპერაცია ყველაზე მასშტაბური ამფიბიური დესანტი იყო ისტორიაში, რაც ნიშნავს, რომ ომაჰას სანაპიროზე ბევრად მეტი რამ ხდებოდა. მოკავშირეებმა 5 სხვადასხვა სანაპიროზე განახორციელეს შეტევა, რათა ზღვისგან საფრანგეთის სიღრმეში გზა გაეკეთებინათ. უკრაინას ამის გაკეთება არ უწევს და ის ასევე ცდილობს დაიბრუნოს ნახევარკუნძული, რომელიც საფრანგეთზე ბევრად პატარაა. ეს უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს. თუ ძველი ცნობები, რომ რუსეთს ყირიმში დაახლოებით 33,500 ჯარისკაცი ხავს განთავსებული, მართალია ეს კიდევ ერთი უპირატესობაა უკრაინისთვის. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას არ უწევს ისეთი დიდი ძალების გამოყოფა, როგორიც საჭირო იყო D დღის დროს. გარდა ამისა, უკრაინის სტრატეგია ყირიმის იზოლაციის შესახებ ნიშნავს, რომ იქ განთავსებული ჯარისკაცები მოწყვეტილნი არიან მომარაგებას და რუსეთს გაუჭირდება რეზერვების ნახევარკუნძულზე გადაყვანა, თუ უკრაინა შეტევას დაიწყებს. თუმცა უკრაინის ყველაზე დიდი იარაღი ასეთი ტიპის დესანტისთვის არის ის, რომელიც საერთოდ არ საჭიროებს ჯარისკაცების მართვას. დრონები. ისინი ცვლიან თამაშის წესებს. ის საჰაერო მხარდაჭერა, რომელიც უკრაინის D დღის დროს შეიძლება იყოს ათასობით დრონისგან და არა თვითმფრინავებისგან. წარმოიდგინეთ, როგორ უტყამს მუდმივი ტალღებებით საშუალო დონის დარტყმის დრონები, ბუნკერებსა და ტყვიამფრქვევის პოზიციებს. ფლამინგოს დრონისა და რაკეტის ჰიბრიდები, რომლებიც თავდაცვას ეჯახებიან. ეს ყველაფერი უკრაინელ ჯარისკაცებზე წინ, რომლებიც გადმოდიან და წინსვლას ცდილობენ. უკრაინას შეუძლია დესანტირების მცდელობამდე დრონების ტალღაზე შეუთანხმოს, რათა რუსული თავდაცვა გაანადგუროს მანამ, სანამ რომელიმე ჯარისკაცი ნაპირს შეეხება. უკრაინას ამისთვის საჭირო დრონებიც აქვს. New York Times-ის მიხედვით, უკრაინა ახლა იმ ეტაპზეა, რომ თვეში დაახლოებით 5,000 საშუალო და გრძელ მანძილზე მოქმედ დრონს უშვებს. ან ცეცხლის კონცენტრირება იმ თავდაცვებზე, რომელსაც რუსეთი ყირიმის სანაპიროზე აშენებს, დესანტის მხარდაჭერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. საუბრისას ამფიბიურ დესანტზე, მართალია უკრაინას ახლოსაც კი არ აქვს იმდენი სადესანტო ხომალდი, რამდენიც ომაჰას სანაპიროს მსგავსი ოპერაციისთვის იქნებოდა საჭირო. მაგრამ რაც აქვს, ეს არის საზღვაო დრონები. და ეს დრონები შეიძლება გადამწყვეტ როლს შეასრულებენ კამიკაძე შეტევების განხორციელებაში იმ სამხედრო გემებზე, რომლებსაც რუსეთი გამოიყენებს უკრაინის შეტევის შესაჩებლად.
ისინი შეიძლება ანალოგიურად გამოიყენონ რუსული საზღვაო ნაღმების გასანადგურებლადაც, რათა გახსნან გზები უკრაინის რამდენიმე საპატრულო ნავისთვის და სადესანტო ხომალდისთვის, რომლებსაც ჯარისკაცებით ირიმის სანაპიროზე გადმოიყვანა. კიდევ ერთხელ უკრაინა ამ ტექნოლოგიაზე მუშაობს. ტოლკას წყალქვეშა დრონი უკრაინაშია შექმნილი და მას შეუძლია ან რუსეთის ნაღმების განადგურებაზე იმუშაოს, ან კამიკაძე დრონების სწორ მიმართულებაზე მიუთითოს. უკრაინამ ასევე შექმნა დრონი სახელად Sea Trident, რომელიც 1000 კილოგრამიან საბრძოლო ქობინს ატარებს და შეუძლია დიდი გემების ჩაძირვა ან სანაპირო ინფრასტრუქტურის განადგურება, იტყობინება RBC უკრაინა. რასაც აქ ხედავთ არის ის, რომ უკრაინის დიდ დღის ვერსია ძალიან განსხვავებული იქნებოდა 1944 წელს მომხდარისგან. უკრაინას შეიძლება შეეძლოს მოამზადოს ჯარების გადასხმა დრონების გამოყენებით, რათა გაანადგუროს რუსეთის სანაპირო თავდაცვა იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე ეს ჯარები სანაპიროზე გადმოვლენ. რა თქმა უნდა, დრონებს ყველაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. მაგრამ რაც უფრო მეც გაანადგურებენ, განსაკუთრებით თუ ყირიმი იზოლირებულია, მით უფრო სუსტია რუსეთის თავდაცვა გადასხმის წინააღმდეგ, რომელიც ვერ ჩატარდება იმავე მასშტაბით, როგორც ომაჰას სანაპიროზე. შესაძლოა დრონების გამოყენებით იმ ტიპის მცირე მასშტაბის გადასხმები, რაც 2023 წელს ვიხილეთ, საკმარისი იყოს უკრაინისთვის, რომ უფრო ღრმად შეაღწიოს ყირიმში. ამის მიუხედავად უნდა ითქვას, რომ ეს ოპტიმისტური ხედვაა იმაზე, თუ როგორ შეიძლება უკრაინამ ამფიბიური შეტევა დაიწყოს ყირიმზე. ეს ოპერაცია სავსეა სიფთულეებით, რასაც ვერავინ უგულებელყოფს. ვენდი აღნიშნავს, რომ ყირიმს დაახლოებით 750 კილომეტრი სანაპირო ხაზი აქვს, რომელსაც რუსეთი შეუძლია გაამაგროს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი სანაპირო უკრაინას ბევრ შესაძლებლობას აძლევს ჯარისკაცების შეტანაში ბრძოლაში, მისი დაფარვა რთულია, რადგან უკრაინას შეზღუდული წდომა აქვს სადესანტო ხომალდებსა და საჰაერო ძალებზე. სავარაუდოა, რომ უკრაინა შეეცდება ამფიბიური შეტევა ხმელეთიდან შეტევასთან დააკავშიროს, თუმცა ეს მიდგომაც სარისკოა. რენდი აღნიშნავს, რომ ყირიმი უკრაინის მატერიკს მხოლოდ ერთი ვიწრო მიწის ზოლით უკავშირდება, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრის სიგანისაა და სავარაუდოდ რუსეთმა ძალიან კარგად გაამაგრა. ახლა უკრაინას შეუძლია ორი ფრონტიდან შეტევის გაახილა, განსაკუთრებით თუ ის ყირიმის იზოლაციის კამპანიას გააგრძელებს. დიახ, ასეთი მიდგომა დამაზიანებელი იქნება. უკრაინა სავარაუდოდ ამ პროცესში ათასობით ჯარისკაცს დაკარგავს. მაგრამ თუ რუსეთი ვერ შეძლებს ყირიმში მარაგების ან რეზერვების შეყვანას, ეს გადაიქცევა გამოფიტვის ბრძოლად, რომელიც უკრაინამ შესაძლოა მოიგოს. და რადგან გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა 2026 წელს უპილოტო აპარატების წარმოებას წლიურად 7 მილიონამდე გაზრდის, ის დრონებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელზეც ყირიმის სანაპიროსთვის ვისაუბრეთ, შეიძლება გამოყენებული იქნას იმ ვიწრო ზოლზეც, რომელიც უკრაინის სახმელეთო ჯარებს მოუწევთ გადალახონ ყირიმში შესასვლელად. ასევე ჩანს, რომ უკრაინა ახლოსაა რუსების ხიმბასის ვიწრო მიწის ზოლიდან გამოძევებას, რასთან რომელიც პატარა მიწის ნაკვეთია მიკოლაიევის ოლქში, შავი ზღვისკენ გამოშვერილი და ყირიმის დასავლეთით მდებარეობს. როცა რუსეთმა ის ვიწრო მიწის ზოლი დაიკავა, ამ მიწას იყენებდა უკრაინაში დრონების გასაშვებად. ხიმბასის ვიწრო მიწის ზოლის დაბრუნება უკრაინას საშუალებას მისცემს იგივე გააკეთოს ყირიმის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო დაასუსტებს რუსეთის იზოლირებულ ყირიმის თავდაცვას. თუმცა ერთი მარტივი ფაქტი უეჭველია. ამფიბიური შეტევა ან ამფიბიური და სახმელეთო შეტევის კომბინაცია ყირიმზე ათასობით უკრაინელ ჯარისკაცს რუსული ცეცხლის ქვეშ მოაქცევს. ასევე უკრაინას მოუწევს ძირითადი ყურადღება შეტევაზე გადაიტანოს, რაც შეიძლება სისუსტეებს გამოიწვევს სხვა ადგილებში, მაგალითად დონბასის რეგიონში, რომელსაც პუტინი ცდილობს აიღოს რუსეთის გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევაში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყირიმის დაბრუნება იმ გზით, როგორც რუსეთს ეშინია, რომ უკრაინა შეიძლება სცადოს, შეუძლებელი. ეს უბრალოდ შეიძლება არ იყოს გონივრული, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკრაინას შეუძლია სხვა სტრატეგიას მიხვდეს. ის იზოლაციის კამპანია, რომელიც ამფიბიური დესანტისთვის საფუძველს შეიძლება ქმნიდეს, შეიძლება ყირიმის წინააღმდეგ ბლოკადის სახითაც გამოიყენონ. უკრაინამ უკვე იმდენად ძლიერად დააზიანა შავი ზღვის ფლოტი, რომ მას ყირიმის ბაზიდან გასვლა მოუწია, ხოლო ლოგისტიკურ არტევიებზე თავდასხმები, საწვავისა და მარაგების მიწოდებას აჩერებს ისე, რომ უკვე ვხედავთ ორივეს დეფიციტს ნახევარკუნძულზე. უკრაინამ უკვე გადააქცია ყირიმი კუნძულად, როგორც ფიოდოროვი ამტკიცებს, და ეს კუნძული ომით არის გასშემორტყმული. შეიძლება საუკეთესო სტრატეგია იყოს ის, რომ გააგრძელონ ის, რასაც ახლა აკეთებენ, დაარტყამ ყირიმს და მის მიმდებარე რეგიონებს შორიდან. მიზნით, რომ რუსი ოკუპანტებისთვის ცხოვრება ნახევარკუნძულზე იმდენად ჯოჯოხეთური გახდეს, რომ მათ თავად მოუნდეთ წასვლა. ინძულებითი გასვლა შეიძლება იყოს საუკეთესო მეთოდი, რაც უკრაინას აქვს, და აშკარაა, რომ ეს აშკარად უკრაინის გეგმაშია. უნდა არსებობდეს მიზეზი, რატომ არ გაუნადგურებია უკრაინას ქერჩის ხიდი, რომელიც ყირიმს რუსეთთან აკავშირებს. და სავარაუდოდ ეს იმისთვის კეთდება, რომ რუსი ჯარისკაცებს და მოსახლეობას კონდეთ გაქცევის გზა ყირიმიდან. რომელი გზაც არ უნდა აერჩიოს უკრაინამ. რუსეთი აშკარად შეშფოთებულია. ის არ გაამაგრებდა სანაპირო თავდაცვას, რომ არ ეფიქრა, რომ ამფიბიური შეტევა მაინც შესაძლებელი იყო. მაგრამ უკრაინისთვის ასეთი შეტევა რისკთან არის დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რამდენადაც ეს რისკი შეიძლება შემცირდეს დრონების გამოყენებით. ასე რომ შესაძლოა საქმე იმაშია, რომ უბრალოდ დაელოდონ რუსეთის გამოფიტვას. შეინარჩუნონ ყირიმის იზოლაცია, გახადონ ნახევარკუნძულის შენარჩუნება შეუძლებელი და შემდეგ განახორციელონ დესანტირება, რომელიც ნაკლებად გავს დედრის მასშტაბურ ოპერაციას და უფრო მეტად გამარჯვებული არმიის შემოსვლას, რომელიც უკვე მოპოვებულს იბრუნებს.
მხოლოდ დრო გვიჩვენებს, რას გააკეთებს შემდეგ უკრაინა. ამ ეტაპზე უკრაინა სიამოვნებით გააგრძელებს რუსეთის დავნევასა და პანიკაში ჩაგდებას ყირიმში. თითქმის 18 თვის განმავლობაში 2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის ივნისამდე უკრაინის ომი შეიძლება ითქვას, რომ ისევ რუსეთის სასარგებლოდ მიმდინარეობდა. დიახ, ყველაფერი ნელა მიმდინარეობდა და ნებისმიერ კვირაში ძირითადად ისმოდა ამბები იმის შესახებ, რომ სადღაც სოფელი აირეს, სხვაგან კი ტყის ზოლი დაიკავეს. საბოლოო ჯამში რუსეთმა მნიშვნელოვნად შეანელა წინსვლა და ყოველ კვირას ნაკლებ ტერიტორიას იკავებდა. თუმცა ამ ნელი წინსვლის თვეებმა მაინც შედეგი გამოიღო. უმნიშვნელო მიღწევები ერთმანეთს ემატებოდა და რუკაზე ხაზიც იწყებდა მოღუნვას. ეს იყო ომი. რუსეთი ათვებოდა უკრაინას სისხლს ხურიდა მის შესანელებლად და ფრონტი დასავლეთისკენ მიიწევდა. შემდეგ 2026 წლის მარტში რაღაც მოხდა. საერთო მიღწევები უბრალოდ შეწყდა და არა იმ გაგებით, რომ ნელა მიიწევდა, როგორც ადრე გვინახავს, არამედ რეალურად უკუსვლა დაიწყო. რუსეთი ზოგ სექტორში კვლავ წინ მიიწევდა, მაგრამ უკრაინამ სხვაგან უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნა. ციფრები იმის მიხედვით, რომ ევროკას ენდობით, ამბავს გვიყვება. ეს მერტეობს მარტში უკრაინის სასარგებლოდ რამდენიმე ათეული კვადრატული კილომეტრიდან, აპრილში 100 გადაცილებულამდე და მაისში კიდევ უფრო დიდ რიცხვამდე. იმ დონემდე, რომ ეხლა ძირითადად ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად ახერხებს უკრაინა უკუგდებას. პირველი აშკარაა, ეს არის თავად სამხედრო ძალა. გულისხმობთ ადამიანებს, ტექნიკას, საწვავს, საბრძოლო მასალას, ფიზიკურ შესაძლებლობას, რომ არმია კვლავ და კვლავ შეტევაზე გადაყვანა. მეორე ნაკლებად აშკარაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია. კრელნს აღარ დარჩა სარწმუნო ისტორიები. 18 თვის განმავლობაში ყველა წარუმატებლობას მზად ჰქონდა თავისი ახსნა. ომი ჯერ კიდევ გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა და რუსეთის ეკონომიკა მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმისტურ პროგნოზებს ვერ ასრულებდა, ტექნიკურად მაინც იზრდებოდა და ახერხებდა კონფლიქტის გაგრძელების უზრუნველყოფას, მიუხედავად მასიური სანქციებისა. 2025 წლის უმეტეს ნაწილში რუსეთი ამტკიცებდა, რომ უკრაინა სულ უფრო მეტს კარგავდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად თითქმის არანაირ წარმატებას ვერ აღწევდა და სულ უფრო მეტად უწევდა რეზერვების გამოყენება. რასაც 2026 წელს უყურებთ, არის მომენტი, როდესაც როგორც მატერიალური რესურსები, ასევე პროპაგანდა ერთდროულად იწყებს ხარვეზების გამოვლენას. ტანკი იცლება და ასევე იწურება გამართლებაც, თუ რატომ არის ტანკი ცარიელი. ეხლა მთავარი საკითხი, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ყველა მონაცემი, რაც გვაქვს 2026 წლის დასაწყისისთვის, მოდის სხვადასხვა წყაროდან და შეიძლება უკრაინის სასარგებლოდ იყოს გადახრილი. საჯარო მონიტორინგის პლატფორმები არ თანხდებიან მასშტაბზე და ყველაზე ვიწრო შეფასებებშიც კი ისინი ძლივს თანხდებიან მიმართულებაზე. მაგრამ რუსეთის მთელი მეთოდი მაინც არის წინწაწევა და შემდეგ სწრაფად ძალების შეყვანა პოზიციების გასამყარებლად. თუ უკრაინა უფრო სწრაფად იბრუნებს იმ ადგილებს, სადაც რუსეთი ცდილობს შეჭრას, ვიდრე რუსეთს შეუძლია მათი გაძლიერება, მაშინ რუსული შეტევა თავისივე პირობებით მარცხდება. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მოიხსენიებს რუსული მედია კონტროლირებად ტერიტორიას. შეტევა ვერ აღწევს თავის მიზანს და ის მხარე, რომელიც თავდაცვაში უნდა ყოფილიყო, სწორედ ის ადგენს თემს. მარტში თუ თვალებს მოჭუტავდი, ამას სეზონურს დაარქვევდი. მაისის მონაცემებამდე რომ მიხვალ, სეზონური ამბავი უკვე ამოწურულია, რაც ზუსტად იქ ემთხვევა, საიდანაც ჩვენ ვიწყებთ. პირველი ფაქტორი ამინდია. ტენიანობა, წვიმა, თოვლი, დნობის ყინული. შეიძლება მომაკვდინებელი იყოს მძიმე მანქანებისთვის მოძრაობისას. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ომი უპილოტო აპარატებითა და მცირე შეღწევის ჯგუფებით განისაზღვრება, ჯავშან ტექნიკა მაინც მნიშვნელოვანია და ყველას, იქნება ის დრონის ოპერატორი თუ არა, მარაგის შევსება სჭირდება. გასული ზამთარი უფრო ცივი და ნოტიო იყო ვიდრე წინა წელი, რაც ბევრად მეტ თოვლს ნიშნავდა. მარტისთვის ის თოვლი დადნა და დაიწყო მართლაც სასტიკი ტალახის სეზონი, რომელმაც უკრაინული და რუსული გრუნტის გზები თითქმის სუპად აქცია. მის გამოც შეტევა ჩიხში შევიდა. რუსეთის გამარჯვების სტრატეგია აქ ამინდის დადანაშაულება იყო. მათი თქმით არავის მიუღია ცუდი გადაწყვეტილება. Simply repeat the translation. ტალახის თეორია მიუთითებს კაკინუ გაჩერებულ ფრონტზე და არა უკრაინის წინსვლაზე. თუ ეს იქნებოდა მთელი ამბავი, ორივე არმია ადგილზე გაიჭედებოდა და თანაბრად აგინებდა ამიც. საბოლოოდ ორივე ქვეყანას ტექნიკურად 10 წლეულების განმავლობაში ჰქონდა მსგავსი რელიეფის პირობებში ვარჯიში, რადგან უკრაინისა და რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონების კლიმატი პრაქტიკულად ერთნაირია. ამიტომ ამინდი რეალურია და ის ამუხრუჭებს რუსეთის თემს, მაგრამ ეს არის პირველი მაგალითი იმ ნიმუშისა, რომელსაც ისევ და ისევ დაინახავთ. კომფორტული კრემლისთვის სასურველი ახსნა, რომელიც განმარტავს, რატო შეჩერდა რუსეთი, მაგრამ აშკარად ვერ ხსნის, რატო კარგავს რუსეთი ახლა პოზიციებს. მეორე ფაქტორია ტყის ზოლი, რომელიც ზოგადად ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ხედად ითვლება. უსასრულო ოქროსფერ მინდვრებს უზარმაზარი ცისფერი საფარავს. ეს ფაქტობრივად უკრაინის დროშის შთაგონების წყაროა და წარმოაჩენს უკრაინის როლს, როგორც ერთ-ერთ მთავარ ხორბლისა და მარცვლეულის მწარმოებელსა და ექსპორტიორს. მაგრამ თუ ამ მინდვრების კიდეებს დააკვირდებით, ნახავთ ხეების რიგებს. ტექნიკური ტერმინით ამას ქარის დამცავი ზოლი ეწოდება.
ეს ხეები არსებობს იმიტომ, რომ მათ გარეშე ქარი ზედა ნიადაგის ფენას წაიღებს და უკრაინა ევროპის ბერლად აღარ დარჩება. SLD ქარის დამცავი ზოლები შესანიშნავ საფარს წარმოადგენს წინსვლაზე მყოფი ქვეითებისთვის, რომლებიც ცდილობენ უპილოტო აპარატებისგან დამალვას. საინტერესოა, რომ 1930-იანი წლების ნიადაგის კონსერვაციის პროგრამა ფაქტობრივად ეხმარება რუსულ შეტევით ჯგუფებს შეუმჩნევლად წინ წაიწიონ. მაგრამ 2024 წელსაც კი უკრაინამ დაიწყო ცეცხლის გამოყენება. დრონებს მიამაგრეს თვითნაკეთი ცეცხლმქვევები, რათა დაეწვათ ქარის დამცავი ზოლები და გამოიჩინათ რუსული პოზიციები. მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია რა მასშტაბით ცდილობს უკრაინა 2026 წელს საფარის მოცილებას, ნებისმიერი მასშტაბი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რომ რუსეთს ერთ-ერთი იშვიათი უპირატესობა წაართვას, როდესაც ისინი მჭიდროდ დასახლებულ ადგილებს შორის გადაადგილდებიან. და აქაც კი არის ელემენტი, სადაც რუსული შეჩერება აზრს მოკლებულია. დამწვარი ხეების ზოლი უნდა აფერხებდეს რუსი ქვეითების გადაადგილებას, მაგრამ ეს ასევე ართულებს უკრაინისთვის იმავე ტერიტორიაზე წინსვლას, რადგან საფარი ორივე მხარეს ერთნაირად მოქმედებს. რაც მოგვიყვანს მესამე ფაქტორთან, სადაც ტემპი რეალურად შეიცვალა. ინტერნეტ კავშირი და Starlink. ეხლა რუსმა ჯარისკაცებმა რეალურად თავიანთი ფრონტის ხაზის კომუნიკაციები კონტრაბანდული და ხელში ჩაგდებული Starlink-ის ტერმინალებით აწარმოეს, იგივე სატელიტური ინტერნეტით, რომელმაც უკრაინა 2022 წლიდან დააკავშირა. რუსეთს ეს ტერმინალები არასდროს უნდა ქონოდა, რადგან SpaceX რუსეთში არ ყიდის. მაგრამ 2026 წლის თებერვლის დასაწყისში ეს შეიცვალა. ელონ მასკსა და უკრაინის ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვს შორის მოლაპარაკებების შემდეგ SpaceX-მა გადადგა ნაბიჯი და შეწყვიტა რუსების არალეგალური წვდომა. უკრაინამ წარადგინა თავისი ტერმინალების თეთრი სია, ხოლო ოკუპირებულ ზონებში დანარჩენი ყველაფერი გაითიშა. მასკმა თავისი დამახასიათებელი სტილით დაწერა, რომ გადადრმული ნაბიჯები რუსეთის არალეგალური გამოყენების შესაჩერებლად, როგორც ჩანს, ეფექტური არ მოჩნდა და საჯაროდ იკითხა, კიდევ რამე იყო თუ არა საჭირო. შედეგი მფლისიერი იყო. და სწორედ აქ ხდება პროპაგანდისტული ნარატივი, განსაკუთრებით მწვავე ხდება. უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ შეტევები თითქმის ერთ ღამეში შეჩერდა. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრმა კი განაცხადა, რომ ეს შეიძლება რუსეთის მთელი სამხედრო კომუნიკაციების ჩამოშლას გამოიწვიოს. და თავად პენტაგონმა მოგვიანებით შეაფასა, რომ უკრაინამ დააბრუნა დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი, მას შემდეგ რაც ეს ტერმინალები გამოიშვთო. რაც კიევის პირველი რეალური მიღწევა იყო 2023 წლის შემდეგ. ეხლა შეადარეთ ეს კრემლის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ რუს ჯარისკაცებს არასდროს გამოუყენებიათ Starlink და არ ჰქონდათ წვდომა ქსელზე. ეს მტკიცება არასდროს იყო სარწმუნო. და როგორც კი ტერმინალები გამოიხვთო და შეტევა შეჩერდა, ეს სრულიად შეუძლებელი გახდა. ვერ შეძლებ ერთდროულად ამტკიცო, რომ შენი არმია არაფერზეა დამოკიდებული და შემდეგ აშკარად გაჩერდე იმ წამს, როცა ეს რამე წაგართვეს. და ამ პრობლემის მოგვარების ისტორია თითქმის უფრო უარესია მოსკოვისთვის, ვიდრე თავდაპირველი პრობლემა. რუსეთის პასუხია საკუთარი სატელიტური ქსელი, სახელად რესვეტი, რაც განთიაც ნიშნავს. საწყისი ცნობების მიხედვით კომერციულად 2027 წლისთვის უნდა ამოქმედდეს, მაგრამ პრობლემა არითმეტიკაშია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ასეთი კონსტელაციის საიმედო ქსელად ფუნქციონირებისთვის მინიმუმ 250 სატელიტია საჭირო. 2026 წლის ივნისისთვის რასვეთს ორბიტაზე 16 სატელიტი ყავდა და ერთ-ერთი მათგანი უკვე დაკარგა კიდეც, ხოლო პროგრამა უკვე თავისივე გრაფიკს ჩამორჩება. შედარებისთვის SpaceX-ი 10,000-ზე მეტ სატელიტს მართავს. ასე რომ კრემლისგან მიღებული დამშვიდება, რომ ჩანაცვლება მალე იქნება, მხოლოდ 2027 წლის ვადას ასახელებს. ეს ნიშნავს, რომ წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცები ბრძანებისა და კონტროლის პრობლემების გაგრძელებას უნდა ელოდონ 2027 წლამდე და ესეც კი ოპტიმისტური პროგნოზია. მეოთხე ფაქტორი თითქმის იმავე დროს ჩნდება და ეს ორმაგი დარტყმაა, რომელიც რუსეთმა გასაოცრად საკუთარ თავს მიაყენა. ტელეგრამი. დაახლოებით იმ დროს, როცა Starlink-ის ტერმინალები გაითიშა, კრემლის ინტერნეტ ცენზორმა როსკომნაძორმა დაიწყო ტელეგრამის ფუნქციონალის შეზღუდვა. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამხედრო. ტელეგრამი ის ადგილია, სადაც რუსები თავიანთ უკმაყოფილებას აზიარებენ, სადაც უკმაყოფილება ვრცელდება და სადაც პროტესტის ორგანიზებაც შეიძლება. შეზღუდვა სახელმწიფო საშუალებას აძლევს მართოს ნარატივი პლატფორმის მართვის გზით. იყო მხოლოდ ერთი პატარა პრობლემა. რუსი ჯარისკაცების ტელეგრამზე ახორციელებდნენ კოორდინაციას. ამავე პერიოდში, როცა შემოჭრილმა არმიამ ინტერნეტი დაკარგა, მან დაკარგა ის პლატფორმაც, რომელზეც ბევრი ჯარისკაცი კომუნიკაციისთვის იყო დამოკიდებული. ამის ნაცვლად, რუსეთმა დაიწყო თავისი მთავრობის მხარდაჭერილი ალტერნატივის, სახელად Max-ის გავრცელება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ის თავდაპირველად 2025 წლის ზაფხულის ბოლოს რეკლამირდებოდა, 2026 წლისთვის აპლიკაციას სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები აღმოაჩნდა. ამან მთავრობა აიძულა, კურსი შეეცვალა და კვლავ ტელეგრამის რეკომენდაცია გაეკეთებინა წინა ხაზის ჯარისკაცებისთვის. მაგრამ 2026 წლის ივნისში ჯერ კიდევ არ არსებობს კონსენსუსი, თუ რომელი აპლიკაცია უნდა გამოიყენონ ჯარისკაცებმა კომუნიკაციისთვის. ამასობაში Starlink არ მუშაობს და მისი შემცვლელი ჯერ კიდევ მზად არ არის. აქ არის ის მომენტი, როცა ჯარისკაცების გამოფიტვა და ნარატივი აღარ მიდიან პარალელურად და ერთმანეთის გაძლიერებას იწყებენ. რაც უფრო ცუდად გამოიყურება ბრძოლის ველი, მით უფრო იზრდება უკმაყოფილება ჩვეულებრივ რუსებს შორის.
რაც უფრო იზრდება უკმაყოფილება, მით უფრო მეტ მოტივაციას იღებს კრემლი, რომ დაახშოს ის პლატფორმები, სადაც ეს უკმაყოფილება ვლინდება. მაგრამ ამ პლატფორმებზე ზეწოლა ართულებს თავად არმიის კომუნიკაციას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ბრძოლის ველის მდგომარეობას და კიდევ უფრო ზრდის უკმაყოფილებას. მეხუთე ფაქტორი კი ნამდვილად საინტერესოა, რადგან ის მიანიშნებს იმაზე, რომ საქმე მხოლოდ ირბალს არ ეხება. რკინიგზის გაფიცვები. ამისთვის ერთი წამით უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკან ფრონტიდან. მთელი თეორია თუ როგორ უნდა დაამარცხო რუსეთი, არ ეფუძნება სანგრების ხას, არამედ მომარაგების ხას. რაც არ უნდა ხდებოდეს უშუალოდ ფრონტზე, ეს არაფერს ნიშნავს, თუ იქ მყოფ ჯარებს საწვავი, ჭურვები და საკვები არ მიეწოდებათ. სინამდვილეში რუსების წინსვლა ფრონტზე მომარაგების პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს, რადგან ახლა მარაგების კიდევ უფრო წინწაწევა გიწევს. ასე რომ უბრალოდ უნდა გააშიმშილო არმია და ფრონტი თავისით დაიშალოს. უკრაინის შესაძლებლობა გამოიყენოს ეს სტრატეგია ისტორიულად შეზღუდული იყო. ხაზის მიღმა ათეულობით კილომეტრზე დამანგრეველი ძალის მიტანა ისტორიულად დიდი ძალების პრივილეგია იყო და არა იმ ქვეყნის, რომელშიც იჭრებია. უკრაინა 4 წლის განმავლობაში შეძლო შემთხვევითი ღრმა დათმობის განხორციელება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იყო ერთჯერადი შემთხვევები და არა გრძელვადიანი კამპანია. ეს შეიძლება აღარ იყოს ასე. და სწორედ ეს არის აქ მთავარი ამბავი. ბოლო თვეებში სარკინიგზო ხაზებზე, კვანძებზე და ლოგისტიკურ ობიექტებზე დარტყმების ტემპი მკვეთრად გაიზარდა. სრულად ნათელი არ არის, როგორ მოახერხა ეს უკრაინამ და გულწრფელი პასუხი ის არის, რომ ეს არის დრონები, რომელთა უკანაც ბევრი უცნობი ფაქტორია. ერთი სარწმუნო ვარაუდია, რომ უკრაინამ შეასუსტა რუსეთის უპირატესობა ოპტიკურ ბოჭკოვან დრონებში, იმ ჩახშობისადმი მდგრად მავთულით მართო დრონებში, რომლებმაც რუსეთს საშუალება მისცა დომინირებინა ღრმა ნაცრისფერ ზონაში. და ამ უპირატესობის შეცვლამ უკრაინულ სისტემებს მისცა საშუალება ბევრად შორს შესულიყვნენ რუსეთის მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომელი მოდელები გამოიყენება და ყოველ კვირას ახალი მოდელი ჩნდება, უკრაინამ იპოვა გზა, რომ მუდმივად მიიტანოს დარტყმა ხაზის მიღმა და ეს უკვე იწყებს შედეგის მოტანას ფრონტზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ის კატეგორია, რომელსაც კრემლი ადვილად ვერ გადაფაროს, რადგან გადაჭრილი სარკინიგზო ხაზი ის არ არის, რისი დამალვაც შეიძლება, როცა მატარებლები, რომლებიც ამ ხაზზე უნდა მოძრაობდნენ, უბრალოდ აღარ დადიან. მეექვსე ფაქტორი ამ ლოგიკის ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელიც საბოლოოდ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზაზე გრძელდისტანციურ დარტყმებში ვლინდება. ბარიერი აქ ყოველთვის ის იყო, რომ იარაღის ქარხნები ფრონტიდან შორს, გამაგრებულ შენობებში, საჰაერო თავდაცვის ზურგში მდებარეობს. იმისათვის, რომ მათ დაათხა, საჭიროა რაღაცაც, რაც შორს დაფრინოს, რეალურ ტვირთს ატარებს და გზაში გადარჩება. ორი რამ შეიცვალა. პირველი, რუსეთის საჰაერო თავდაცვა თვალსაჩინოდ ინგრევა უკვე თითქმის 1 წელია. და მეორე, უკრაინამ მოახერხა ისეთი დრონის შექმნა, რომელსაც შეუძლია იმდენად შორს იფრინოს, რომ ისინი მთლიანად გაანადგუროს. ეს ფრინველი არის Flamingo, ანუ FP5, რომელიც უკრაინულმა კომპანიამ Firepoint-მა ააგო. კომპანიამ თავისი სახელი პირველ წარდგენაზე Flamingo-s ვარდისფერი შეფერილობის გამო მიიღო. მოხსენებების მიხედვით ეს არ არის მოდიფიცირებული დრონი. ეს არის მძიმე საკრუიზო რაკეტა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით დაახლოებით 1150 კილოგრამიან საბრძოლო ქობინს ატარებს და დაახლოებით 3000 კილომეტრზე შეუძლია ფრენა. ეს ასობით ჯერ უფრო ძლიერი ასაფეთქებელია, ვიდრე ის გრძელდისტანციური დრონები და მინი საკრუიზო რაკეტები, რომლებსაც უკრაინა იღენებდა, რომლებიც ხშირად მხოლოდ რამდენიმე ათეულ კილოგრამს ატარებდნენ. დადასტურებული Flamingo-s დარტყმები უკვე მოიცავს ისეთ ობიექტებს, როგორიცაა Votkinskis მანქანათმშენებლობის ქარხანა და რუსეთის მთავარი სარაკეტო და საარტილერიო სამმართველოს ძირითადი არსენალები. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, სწორედ ის ღრმად გამაგრებული ქარხნები და საწყობები, რომლებიც 1 წლის წინ მიუწვდომელი იყო. უფრო რთული დასადგენია ზუსტი ზიანი და გავლენა რუსეთის წარმოებაზე. და აქ პროპაგანდის პრობლემა ერთხელ მაინც კრემლის სასარგებლოდ ტრიალდება. დარტყმული ქარხანა არ წარმოქმნის იმ დრამატულ ცეცხლის ბურთს, რომელსაც მეზობლები იღებენ და ავრცელებენ. ამიტომ საბრძოლო ზიანის შეფასება ნამდვილად უფრო რთულია. ეხლა თუ გსურთ მეტი გაიგოთ უკრაინის დრონების შესახებ, მაგალითად FP5-ზე აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ. ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ვიდეოებს ახალ მოვლენებზე და უკრაინის მიერ წარმოდგენილ ყველა ახალ დრონის მოდელზე. მაგრამ ფაქტორი 7 ხშირად იწვევს ბევრ ცეცხლსა და ქაოსს. ჩვენ საუბრობთ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე, უფრო კონკრეტულად კი ექსპორტზე, და ეს ის თემაა, სადაც ნარატივი ყველაზე მეტად უკრაინის სასარგებლოდ არის. შეგახსენებთ, რომ ეს ომი რუსეთის სახელმწიფოსთვის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე დიდი ფინანსური წამოწყებაა. 2022-დან 2026 წლამდე რუსეთს მუდმივად ჰქონდა რეკორდული სამხედრო ბიუჯეტები, რაც მთლიანი სახელმწიფო ხარჯების 40%-ს აღწევდა და ეს მხოლოდ საჯაროდ აღიარებულ დაფინანსებას ეხებოდა. შესაძლებელია ითქვას, რომ თუ რუსეთი დაკარგავს შემოსავალს და ჯარისკაცების ხელფასებისა და ჭურვების წარმოების შესაძლებლობას, შეიძლება ფაქტობრივად ომი დათმოს ისე, რომ პირდაპირ არ წააგოს. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საექსპორტო პორტებსა და ჩtildeოვან ფლოტის ტანკერებზე დარტყმები პირდაპირ ამ შემოსავალს აზიანებს. და რადგანაც რუსეთის საჰაერო თავდაცვა ასეთ ცუდ მდგომარეობაშია, ეს კამპანია უკვე თვეებია მუშაობს და მოსკოვისთვის მდგომარეობა მხოლოდ უარესდება. 2026 წლის აპრილში უკრაინამ რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურას მინიმუმ 21 ჯერ დაარტყა.
რის შედეგადაც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გამტარუნარიანობა 2009 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ეს იყო 16 წლიანი მინიმუმი, რომელიც დრონებმა გამოიწვია. აი რას აკეთებდა ამასთან დაკავშირებით პროპაგანდისტული აპარატი. სათვავის წარმოების შემცირების ფონზე მოსკოვმა უბრალოდ შეწყვიტა სათვავის წარმოების მაჩვენებლების გამოქვეყნება 2024 წელს. თუ მონაცემებს ამოიღებ, ამბავიც გაქრება. გარდა ამისა, ვარდნა იმდენად დიდი იყო, რომ როსტატის უფრო ფართო ინდექსმაც კი დააფიქსირა ეს, რადგან ნავთობპროდუქტების წარმოება ერთ თვეში წინა წელთან შედარებით 9%-ზე მეტით შემცირდა. და შემდეგ შემოვიდა ექსპორტის აკრძალვები. რუსეთმა აკრძალა ბენზინის ექსპორტი, შემდეგ კი ავიაკეროსინის ექსპორტი, თითქოს შიდა მარაგის დასაცავად. კარგად წაიგითხეთ ეს. ექსპორტის აკრძალვა იმისთვის, რომ საკუთარ მოსახლეობას საძრავი კონდეს, არის ჩუმი აღიარება სწორედ იმ დეფიციტისა, რომელსაც ოფიციალური პოზიცია უარყოფს. ჩვეულებრივ დროს არ ჩქარობ იმაზე, რაც უხვად გაქვს და აქტიურად შეგიძლია აწარმოო. ნავთობიდან შემოსავლის ვარდნა პირდაპირ გადადის მერვე ფაქტორზე, რადგან ფული ყიდულობს ადამიანებს. შემოსავლების შემცირების გამო კრემლს იძულებული გაუხდა შეემცირებინა რეკრუტირება, ხოლო რეკრუტირება ამ ომის გადაწყვეტის კანტონების მეორე ნახევარია. დამოუკიდებელი ანალიზი, რომელიც რუსეთის ფინანსთა სამინისტროსა და რეგიონული ბიუჯეტების მონაცემებს ეტყობა, მიუთითებს, რომ რეკრუტირება დაახლოებით 20%-ით შემცირდა წლის პირველ კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით და შეადგინა დაახლოებით 70,000 ახალი კონტრაქტიანი ჯარისკაცი. მაგრამ რუსი ოფიციალური პირები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი, საჯაროდ ამტკიცებენ, რომ რეკრუტირება გეგმას აჭარბებს. და ამავე პერიოდში რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ჩუმად ზრდიან ხელმოწერის ბონუსებს რეკორდულ მაჩვენებლებამდე. საშუალოდ დაახლოებით 1.5 მილიონ რუბლამდე, რაც შეადგენს დაახლოებით 21,000 დოლარს. თუ რეკრუტირება მართლაც გეგმაზე წინ მიდის, ფასის მუდმივად გაზრდა საჭირო არ იქნებოდა. ბონუსი არის სიმართლე, რომელსაც პრეს-რელიზი ხმა-მაღლა არ იტყვის. ოფიციალური ვერსია მარლა იწევს მაშინ, როცა მის ქვეშ არსებული სტიმულირების სისტემა საპირისპიროს ხვირის. ეხლა ამას დავუმატოთ დანაკარგები და აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მსხვერპლის მონაცემები უმეტესად უკრაინული და უკრაინასთან დაკავშირებული წყაროებიდან მოდის და მათ უნდა მოვეკიდოთ როგორც მტკიცებებს და არა როგორც დადასტურებულ ფაქტებს. 2026 წლის დასაწყისისთვის 1.3 მილიონზე მეტი მსხვერპლის შესახებ გავრცელებული ცნობებით, რუსეთი ჯარისკაცებს უფრო სწრაფად კარგავს, ვიდრე ახერხებს ახლების მიღებას. 2026 წლის თებერვლისთვის დანაკარგები შეფასდა 80,000 ჯარისკაცად, მაშინ როცა რეკრუტირება მხოლოდ 25,000 შეადგენდა. ეს 12.5%-იანი დეფიციტია, რაც ბევრად მეტია, ვიდრე იმ ქვეყნისთვის მისაღებია, რომელიც ამტკიცებს, რომ ომს იგებს. თუნდაც კონკრეტული რიცხვები გვერდზე გადავდოთ, მთავარი ლოგიკაა, რომ შემტევ არმიას გაცილებით მეტი ცოცხალი ძალა სჭირდება, ვიდრე დამცველს. და როცა ცოცხალი ძალის რაოდენობას ვაგვირდებით, რუსეთმა უკრაინაში ომრაინაში ომი მხოლოდ 190,000 განლაგებული ჯარით დაიწყო. 2025 წლისთვის უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთს დაახლოებით 600,000 ჯარი ხავდა განლაგებული. და აქაც კი არსებობს სერიოზული განსხვავება, რადგან ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას 880,000 განლაგებული ჯარი ხავდა. ასე რომ 2025 წლის დასაწყისშიც კი რუსეთმა თითქოს დაკარგა ადამიანური რესურსების უპირატესობა რაც ჰქონდა. და ესეც კი არ ითვალისწინებს ტექნოლოგიური განვითარების და ხელმისაწვდომობის განსხვავებას. მაგრამ 2025 წლის განმავლობაში რუსეთმა უფრო მეტი ჯარი დაკარგა, ვიდრე მოიზიდა. ყველაზე სტაბილური შეფასებების მიხედვით რუსეთმა დაკარგა 415,000 ჯარისკაცი, მაშინ როცა რეკრუტირების მაჩვენებელი იყო 409,000. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ უმნიშვნელო დანაკარგია, ეს არღვევს ნებისმიერ წარმოდგენას, თითქოს რუსეთი რეალურად აგროვებს უფრო მეტ ჯარს უკრაინის წინააღმდეგ და იგებს ფართო კონფლიქტს. და უკრაინის ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევები უფრო მარტივად აიხსნება ცის ნამდვილი კონტროლით, მათ შორის დრონების უპირატესობით, ღრმა დარტყმებითა და კომუნიკაციების ჩამოშლის ფაქტორებით. ეს უკრაინისთვის კიდევ უფრო უკეთესია, რადგან კრემლის ნარატივი ბოლო 4 წლის განმავლობაში იყო ის, რომ ფრონტზე არაფერია სანერვიულო და რომ რუსეთის მოსახლეობა სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგებს ვერ იგრძნობს. მაგრამ თუ უკრაინამ შეძლო ჰაერის უპირატესობის მიღწევა და ამავდროულად ქვეყანაში უფრო მრავალრიცხოვანი ძალა ჰყავს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ორივე ფრონტზე მარცხს განიცდის. ეხლა სად მიდის ეს ყველაფერი? მაისის მონაცემები შთამბეჭდავი არ არის, რადგან უკრაინამ მხოლოდ დაახლოებით 220 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა, მაგრამ აქ მთავარი მასშტაბი და კონტექსტია. 2022 წლის სექტემბერში ხარკოვის კონტრშეტევის დროს უკრაინამ რამდენიმე კვირაში დაახლოებით 6,000 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა. მაშინაც კი 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევა, რომელიც ახლა იმედგაცრუებად ითვლება, ივნისში დაახლოებით 367 კვადრატული კილომეტრი და ივლისში 247 კვადრატული კილომეტრი მოიტანა, სანამ სექტემბერში 2 კვადრატულ კილომეტრზე ნაკლებზე არ დაეცა. მაგრამ ის, რაც კონტრშეტევამ უკრაინას მოუტანა, დროა. პირველი სარგებელი მარტივია. თუ რუსეთი ინიციატივას დაიბრუნებს, წინსვლა მას ბევრად უფრო გაუჭირდება ვიდრე ადრე. მაგრამ არსებობს უფრო დახვეწილი და საინტერესო სარგებელიც. ძლიერი თავდაცვითი ზღუდე სადაზღვევო პოლისივითაა და დაზღვევა ცვლის ქცევას.
ეს უკრაინას აძლევს საშუალებას შეტევაში რისკზე წავიდეს, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებდა, რადგან შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში შედეგი უკვე კატასტროფული აღარ იქნება. სინამდვილეში ეს იყო ერთ-ერთი ნაკლებად აშკარა მიზეზი, რის გამოც 2023 წლის შეტევა ჩაქრა. კიევმა ბოლომდე ვერ გარისკა, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში საკმარისი უსაფრთხოების ბადი არ არსებობდა. და კიდევ ერთი საბოლოო შედეგია, რომელიც გასათვალისწინებელია და მოლაპარაკების მაგიდას ეხება. უკრაინის მუდმივმა წარმატებამ შეიძლება შეამციროს ის მოლაპარაკების უფსკრული, რომელმაც ეს ომი ასე გაახანგრძლივა. რუსეთს ვერ ექნება სანდო მოთხოვნა დანარჩენ დონბასზე, თუ სამხედრო თვალსაზრისით არ არსებობს რეალური გზა, რომ რუსეთმა დანარჩენი დონბასი ბრძოლის ველზე აიღოს. ეს თავის მხრივ ნაკლებად სავარაუდოს ხდის, რომ უკრაინის დონბასზე დათმობა უბრალოდ მისცემს რუსეთს საშუალებას ძალები გადაიკრიბოს და რამდენიმე წელიწადში კონფლიქტი გააგრძელოს. რუსეთი სრულად აკონტროლებს ლუგანსკს. ეს იყო გრანდიოზული განცხადება, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 1 აპრილს გააკეთა, როცა ცდილობდა ხაზი გაესვა იმაზე, რომ უკრაინამ მნიშვნელოვანი რეგიონი დაკარგა. მაგრამ ლუგანსკი ისეთი კონტროლის ქვეშ არ არის, როგორც რუსეთს გონი. ამჟამად რეგიონში რაღაც უცნაური ხდება, რადგან რუსეთის ძალებს ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს რეალურ ტერმინატორის ფილმში ცხოვრობენ. ლუგანსკის ცა აღარ ეკუთვნის რუსეთს. ახლა ისინი უკრაინას ეკუთვნის. ლითონის მანქანები პუტინის ძალებს ლუგანსკში სიკვდილს უყენებენ და მხოლოდ რამდენიმე დრეში ვიხილავთ, როგორ შემოტრიალდება ვითარება უკრაინის სასარგებლოდ რეგიონში. უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კოსორს ბევრი აქვს სათქმელი რუსეთის ლუგანსკის კონტროლის პრეტენზიებს. ტელეგრამზე გამოსვლისას კორპუსმა მყისიერად უარო რუსეთის პრეტენზიები და გამოავლინა ოპერაცია, რომელიც ნათლად აჩვენებს, რამდენად მყიფეა რუსეთის კონტროლი ლუგანსკზე. ტრის განცხადებებზე ლუგანსკის რეგიონის სრულად დაკავების შესახებ ვაცხადებთ ოპერაციას ლუგანსკის რეგიონსა და აღმოსავლეთ სლობოჟანსკის რეგიონში ლოგისტიკური მარშრუტების კონტროლისთვის. კორპუსმა ხმამაღლა განაცხადა და დაამატა. ლუგანსკი, სტარობილსკი, ალჩანსკი, ბრიანკა, კადეევკა ახლა მესამე არმიის კორპუსის უპილოტო საფრენი აპარატების კონტროლის ქვეშაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გვიჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ადგილზე ბევრი ჯარი ყავს, მას არ აქვს საკმარისი საჰაერო თავდაცვა, რათა უკრაინის დრონებს შეუშალოს ხელი ზიანის მიყენებაში, როგორც ლუგანსკში, ისე იმ რუსულ ტერიტორიაზე, რომელიც ამ რეგიონს გასცდება. ეს კონტროლის ქვეშაა. თუცა ღია, მფრინავი ტერმინატორები მოდიან. რუსი ჯარები შეშინებულები არიან. მათ იციან, რომ ნებისმიერი დაცვა, რაც ეგონათ, რომ ჰქონდათ, ილუზია, რადგან მესამე არმიის კორპუსი ისევ და ისევ ურთმამს. ოპერაციის დეტალები აჩვენებს, თუ როგორ აზიანებს უკრაინა რუსეთს ლუგანსკში. და რასაც ამ ოპერაციაში ვხედავთ, ეს პუტინისთვის ბევრად უფრო დიდი პრობლემის დასაწყისია. ამჟამად ლუგანსკის ცას უკრაინა აკონტროლებს, მაგრამ ამ საკითხის უკან დგას კიდევ უფრო დიდი პრობლემა. უკრაინა ემზადება სახმელეთო კონტრშეტევებისთვის, რაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის მიერ ტერიტორიის დაკარგვა, ისევე როგორც საჰაერო უპირატესობის დაკარგვა თქვა დონბასის მნიშვნელოვან რეგიონში. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ რაღაც დიდი ხდება და რამდენიმე წუთში აგიხსნით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მაგრამ ჯერ თავად ოპერაცია. კიევ-პოსტი დეტალებს 31 მაისის ანგარიში ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მესამე არმიის კორპუსმა ჩაატარა მაღალი ტემპის ოპერაცია, რომლის დროსაც მან მარტივად აუარა გვერდი რუსეთის მიერ ლუგანსკში განთქში განთავსებულ უმეტეს თავდაცვით ზომებს. ტრადიციული სააერო თავდაცვა პრობლემას არ წარმოადგენდა, რაც ცოტა დარჩა შეიძლება ესროლა კიდეც, მაგრამ მათ ბევრი ვერაფერი გააკეთეს უკრაინის დრონების შესაჩერებლად. რეგიონალური ელექტრონული ომის, ანუ EW-ის ქოლგა, რომელიც რუსეთმა ლუგანსკში შექმნა, ასევე ვერაფერს გახდა უკრაინის დრონების შესაჩერებლად, რადგან ისინი მარტივად აუარეს გვერდი. ეს ორ რამეს გვეუბნება. რუსეთის ელექტრონული ომი არ ვრცელდება იმდენად შორს, რამდენადაც პუტინს სჭირდება, და უკრაინა მიცის, სად მდებარეობს რუსეთის EW აღჭურვილობა რეგიონში. მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვა გადალახეს, უკრაინის დრონებმა დაიწყეს ზუსტი დარტყმების კამპანია, რომელმაც რუსეთის სამხედრო რესურსები ცეცხლში გაახვია. ჯავშან ტექნიკა ლუგანსკის შიგნით გაანეიტრალეს, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვეღარ გამოიყენებენ რუსეთის შეტევების მხარდასაჭერად დონბასის რეგიონის სიღრმეში. უკრაინის დრონებმა ასევე გაანადგურეს წინა ხაზის საბრძოლო მასალის საწყობები, რის შედეგადაც რუსული ძალები დარჩნენ შეტევებისთვის საჭირო ჭურვებისა და ვაზნების გარეშე. ფრონტის ხაზზე მყოფი ეს ძალები უკრაინის თავდაცვას დაუპირისპირდებიან სრულიად მოუმზადებლად, და ეს ყველაფერი იმ მფრინავი ტერმინატორების გამო, რომლებსაც ვერ ხედავენ. ლუგანსკში პუტინის მარიონეტები იმდენად შეშინებულები არიან, რომ ებრძოლონ სასიკვდილო და შემზარავ საფრთხეს, რომელიც მთელ რეგიონში მათზე მოიცავს. უკრაინის კონტროლი ლუგანსკის ცაზე იმდენად აბსოლუტურია, რომ მესამე არმიის კორპუსმაც კი შეძლო ამის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად. კორპუსის დრონებმა ლუგანსკი გამოიყენეს როგორც გასავლელი კორიდორი დარტყმისთვის, რომელმაც ღრმად შეაღწია რუსეთში და დაარტყა იზვერინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. ეს გამშვები პუნქტი მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს შორის კარიბჭე არ არის. ეს არის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური არტერია, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს ლუგანსკის გავლით რუსეთიდან დონბასის ფრონტის ხაზზე გადაიტანოს საბრძოლო მასალა, ჯარი და ტექნიკა. ეს შეიძლება იყოს ნამდვილი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაკარგა რუსეთმა ლუგანსკის ცაზე კონტროლი. ამ კონტროლის დაკარგვასთან ერთად იკარგება ლოგისტიკაც. და ლოგისტიკის გარეშე ოკუპანტები ადგილზე, როგორც ლუგანსკში, ისე მთლიანად დონბასის რეგიონში, უფრო დაუცველები არიან ვიდრე ოდესმე.
მთელი ოპერაციის სათავეში დგას ჯარისკაცი, რომელსაც ლუგანსკთან უფრო ღრმა კავშირი აქვს ვიდრე ამ რეგიონის ნებისმიერ რუსულ საოკუპაციო ძალას. ეს ჯარისკაცი ალექსანდრე ივანცივია, რომელსაც ძირითადი კოდური სახელით სკიდი იცნობენ, რაც ქართულად აღმოსავლეთს ნიშნავს. ის ლუგანსკელი და ოცეულის მეთაურია. ასევე მისი დანაყოფის სახელწოდება სკიდი მესამე არმიის კორპუსის ელიტებშია, როგორც კიევ-პოსტი განმარტავს. ივანცივი იბრძვის იმ დროიდანვე, როცა რუსეთი შეიჭრა. მისი ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი საქმე იყო გარნიზონის გასამაგრებელი ვერტფრენით განხორციელებული ოპერაცია, რომლის დროსაც ის ვერტფრენით ჩავიდა აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში მარიუპოლში, რათა გაეძლიერებინა თავდაცვა. ის მძაფრად იბრძოდა, საჭიროების შემთხვევაში თავს აღწევდა და გაუვლელ კილომეტრებს გადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რათა უკრაინულ ხაზებს დაბრუნებოდა. ახლა სკიდი ოფიციალურად უკრაინის გმირია. მას ეს წოდება მარიუპოლში მისი გმირობის შემდეგ მიენიჭა. იმის შემდეგ, რაც მათ ახლახან ლუგანსკში გააკეთეს, ვფიქრობთ, უკრაინას შეიძლება ახალი სუპერგმირის წოდების შექმნა დასჭირდეს, რომელიც სკიდის უკვე არსებულ წოდებას დაემატება. ისევე შთამბეჭდავია, რაც მესამე არმიის კორპუსმა ახლახან ლუგანსკში გააკეთა და უარყოფა შეუძლებელია, რომ ეს მნიშვნელოვანი ოპერაცია იყო. მაგრამ ამ ყველაფრის ყველაზე შემაშფოთებელი და უცნაური ასპექტი ის კადრებია, რომელიც კორპუსის დრონებმა ლუგანსკში გადაადგილებისას გადაიღეს. ეს კადრები კორპუსის ტელეგრამის პოსტში გააზიარეს და ის აჩვენებს, რომ ლუგანსკის ქალაქი მოჩვენებათა ქალაქად იქცა, სულ მცირე რუსეთის თავდაცვის კონტექსტში. ქალაქის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დგას. უკრაინული დრონი ლუგანსკის რამდენიმე მთავარ ღირსშესანიშნაობას სულის გვერდს, მათ შორის ქალაქის მთავარ გამზირს, ერთ დიდ სასტუმროს ცენტრში და კიდევ ცირკსაც კი. რუსი ჯამბაზები, რომლებიც უკრაინულ დრონზე უნდა ესროდნენ, არსად ჩანან. სინამდვილეში ნებისმიერი სახის საჰაერო თავდაცვის ცეცხლი სრულად არ არსებობს. უკრაინის დრონი გადაუფრენს მთავარ ხიდს, რომელიც ლუხანკას მდინარეზე გადის და ამ პროცესში მშვენიერ ხეთს იღებს 1 მაისის პარკის ატრაქციონზე. არაფერი რუსეთიდან. ის გადაუფრენს რადიანსკას ქუჩას, სადაც ქალაქის რეგიონული ადმინისტრაციის შენობა მდებარეობს. რუსეთს ნამდვილად უნდა დაიცვას ეს შენობა, მაგრამ მაინც არის მის საჰაერო თავდაცვის ცეცხლი. ხელახლა ჩანს ღირსშესანიშნაობები. ლუგანსკის სასტუმრო, ქალაქის ნახშირის მაღარო. არც ერთი ეს ადგილი არ არის რუსი ჯარისკაცების ან საჰაერო თავდაცვის განთავსების ადგილი, რომლებიც უნდა შეაჩერონ უკრაინის დარტყმები. უკრაინის დრონებისთვის ეს ყველაფერი ძალიან მარტივი. თითქოს რუსებმა ყველაფერი დაკეტეს და დამალვაში წავიდნენ. ბოლოს უკრაინის დრონის სამიზნე ჩდება ხედვაში. რუსული სამხედრო მანქანა, რომლის მგზავრებიც როგორც ჩანს, ვერ ამჩნევენ უკრაინის დრონს, სანამ ძალიან გვიანი არ გახდება. დრონი ეშვება, მანქანა ზიანდება. და ეს სცენა ლუგანსკში და შემდეგ უკვე რუსეთშიც ისევ და ისევ მეორდება. ასეთი ოპერაცია უბრალოდ შეუძლებელი უნდა იყოს. რუსეთის საჰაერო თავდაცვას ლუგანსკში უკრაინის დრონები უნდა შეეჩერებინა. ასე არ მოხდა. რადიოელექტრონულმა ბრძოლამ დრონები გზიდან უნდა გადაეყვანა. რადიოელექტრონულმა ბრძოლამ ვერ გაართვა თავი. ყველაფერი ეს გვიჩვენებს, რომ რუსეთი ლუგანსკს იკავებს, მაგრამ რეგიონში ცაზე კონტროლი არ აქვს და ეს პუტინისთვის პრობლემაა. ის ეყრდნობა რუსეთის დამქანცველ სახმელეთო კამპანიას უკრაინაში პროგრესის მისაღწევად, ხოლო ეს სახმელეთო კამპანია თავისუფლად ეყრდნობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლოჯისტიკის შეუფერხებლად მუშაობას. როდესაც ეს ლოჯისტიკა შეფერხდება, როგორც ახლა ლუგანსკში ვხედავთ, რუსეთის შეტევა იშლება და პუტინის სახმელეთო ძალები სუსტდება. კონტროლი? რა კონტროლი? ლუგანსკი ახლა უფრო დაუცველია ვიდრე ომის თითქმის ნებისმიერ ეტაპზე ყოფილა და ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ რაღაც დიდი მზადდება. ამჟამად უკრაინა სარგებლობს იმით, რომ რუსეთმა დაკარგა ლუგანსკის ცაზე კონტროლი და უტყამს ლოგისტიკას, მაგრამ ეს უკვე ნანახი გვაქვს. ეს არის უკრაინის შუალედური დარტყმების კამპანია მოქმედებაში და რაც ჰაერში იწყება, ხშირად მიწაზე კონტრშეტევებით მთავრდება. და სწორედ ასეთ საკითხებს ვაშუქებთ აქ, სამხედრო შოუში. ამას კიდევ ბევრი მსგავსი აქვს. ასე რომ თუ გსურთ მოისმინოთ უკრაინის ომის ამბები, რასაც მთავარი მედია არ გიყვებათ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ასე რომ ლუგანსკის ცა უკრაინას ეკუთვნის. ზოგი შეიძლება ამტკიცებდეს, რომ მესამე არმიის კორპუსის განცხადებები უფრო სიმბოლურია ვიდრე ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინამ ლუგანსკის საჰაერო სივრცეზე კონტროლი აიღო. რა თქმა უნდა, აქ სიმბოლიზმსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. პუტინის პროპაგანდა ისეა მოწყობილი, რომ თითქოს რუსეთი ლუგანსკს იმდენად სრულად აკონტროლებს, რომ უკრაინას ამ რეგიონზე ხელის მოკიდებაც კი არ შეუძლია. მესამე არმიის კორპუსი და მისი დრონები ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ამ აზრს და ეს დაამტკიცეს მაისის ბოლოს განხორციელებული თავდასხმები. მაგრამ ეს მხოლოდ ამისგან არ შედგება. დრონების თავდასხმების შედეგად გადაღებული კადრები გვაჩვენებს, რომ რუსეთის თავდაცვა შორსაა იმ სიძლიერისგან, რაც საჭიროა. ეს სიმბოლიკა არ არის. ეს საბრძოლს უქმნის საშუალო რადიუსის კამპანიის გაფართოებას, რომელმაც უკვე დიდი სარგებელი მოუტანა უკრაინას 2026 წელს. მოდით ცოტა ხნით ამ კამპანიაზე ვისაუბროთ. 2026 წლამდე უკრაინა გარკვეულწილად შეზღუდული იყო იმ ხრივ თუ რამდენად ძლიერად შეეძლო დაეფრთხა რუსეთის ზურგისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მას აქვს სარაკეტო და რაკეტების სისტემები, როგორიცაა ჰაერიდან გაშვებული ჰამერის რაკეტები და ATACMS-ები, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის პოზიციებზე დარტყმა. მაგრამ რაც შეეხება დრონებს, უკრაინის არსენალში ძირითადად იყო FPV დრონები, რომლებიც ფრონტის ხაზისთვის იყო განკუთვნილი, და შორი მანძილის დრონები, რომლებიც თავად რუსეთის დასათმელოდ გამოიყენებოდა.
მაგრამ 2026 წელმა უკრაინის ომში სრულიად ახალი ფაზა მოიტანა. პუტინის შეჭრის შემდეგ პირველად უკრაინამ შეიმუშავა საშუალო მანძილის დრონების სტაბილური მარაგი, რომლებიც ფრონტიდან 200 კილომეტრის რადიუსში მიზნის დაზიანებას შეძლებენ ისე, რომ ამისთვის უზარმაზარი თანხების დახარჯვა არ დასჭირდებათ. ეს უკრაინისთვის თამაშის წესების შეცვლა და შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა პუტინის სრულიად მოულოდნელად დაატყო თავს. უკრაინის ახალ დრონების არსენალში შედის ისეთი იარაღები, როგორიცაა ჰორმეტი, რომელსაც შეუძლია 200 კილომეტრის დაფარვა და 5 კილოგრამიანი ტვირთის მიტანა, რომლის ღირებულებაც მხოლოდ $5,000. ეს არის ხარჯეფექტიანობა, რომელსაც რუსული ლოგისტიკური ობიექტების დასაზიანებლად საკმარისი საცეცხლე ძალაც ერთვის და ეს პუტინის ახალი პრობლემაა. უკრაინის საშუალო მანძილის დარტყმების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა ასეთი დრონების გამოჩენით. აპრილში უკრაინის საშუალო მანძილის დარტყმების რაოდენობა რუსეთზე 2-ჯერ გაიზარდა მარტთან შედარებით და 4-ჯერ თებერვალთან შედარებით. ეს დამთხევა არ არის, ეს კამპანია. და ეს კამპანია გარკვეულ მიზანს ემსახურება. უკრაინის სტრატეგია, რომ რუსული ლოგისტიკა ოკუპირებულ ზურგში ჩახშოს. ამ კამპანიის მხარდასაჭერად უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ახალი პროგრამა წარადგინა. პროგრამას სახელად ლოგისტიკური ბლოკადა ეწოდება და ის უკრაინულ დანაყოფებს, რომლებიც ზუსტად იმ ტიპის სამიზნეებს ულტრამენ, რასაც მესამე არმიის კორპუსმა ლუგანსკში დაარტყა. $100 მილიონ მეც გამოუყოფს. ეს ფაქტობრივად სტიმულირების სქემაა. თუ მეტ ტექნიკასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაანადგურებთ, მიიღებთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ იმისთვის, რომ რუსეთს სწორედ იმ ადგილებში მიაკენოთ ზიანი, სადაც პუტინს ეგონა, რომ მისი ჯარები უსაფრთხოდებდნენ. ფსიქოლოგიური ტერორი, რომელსაც ეს კამპანია რუსეთის ჯარებზე ახდენს, ვერ იქნება დაუფასებელი. თვეების განმავლობაში პუტინის ძალებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა ლუგანსკი, გონიათ, რომ ძირითადად უსაფრთხოდ არიან. მხოლოდ იშვიათი სარაკეტო დარტყმები არღვევს ამ ილუზიის საფარს. ახლა უსაფრთხოების ნებისმიერი განცდა გაქა. უკრაინა ამტკიცებს, რომ შეუძლია უპრობლემოდ გააფრინოს დრონები ლუგანსკის თავზე, რაც რუსეთის ჯარისკაცებს უჩვენებს, რომ აღარაფერი იცავს მათ. ისინი უსაფრთხოდ აღარ არიან. მაგრამ ნამდვილი პრობლემა ესაა. უკრაინის საშუალო მანძილის კამპანია მხარს უჭერს სახმელეთო შეტევას, რომელიც რეკორდული რაოდენობით იბრუნებს ტერიტორიებს რუსეთისგან. 25 მაისის ანგარიშში ომის კვლევის ინსტიტუტი ამბობს, რომ უკრაინის ახალმა სტრატეგიამ პირველად 2023 წლის შემდეგ შეცვალა ომის პოზიციური ხასიათი. ჩვენ ხედავთ შედეგს. რუსეთის წინსვლა იმდენად შეჩერდა, რომ მისი მიღწევები ყოველთვიურად ფაქტობრივად ნულოვანია. უკრაინა კი თავის მხრივ ქმნის პირობებს შეზღუდული მექანიზებული მანევრებისთვის და ტაქტიკულ დონეზე კონტრშეტევებისთვის, რომლებიც ეფუძნება საშუალო მანძილზე განხორციელებულ დარტყმებს. უკრაინის წარმატება რუსეთის წინსვლის შეჩერებასა და ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთში რუსეთის მიღწევების უკუგდებაში ასევე უკრაინის მიერ ტაქტიკური მექანიზებული მანევრის ელემენტების შეზღუდული დაბრუნება შესაძლოა ომის ახალი ფაზის დასაწყისს ნიშნავდეს, აცხადებს ASW. ეს ახალი ფაზა, რაზეც პუტინს ლუგანსკში უნდა ეშინოდეს. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვნახეთ, როგორ განახორციელა უკრაინამ მრავალი კონტრშეტევა, რომლებიც მხარდაჭერილია მისი შუა დარტყმის კამპანიით. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთისგან გაათავისუფლა თავისი ტერიტორიის 580 კვადრატული კილომეტრი. ამ გათავისუფლების დიდი ნაწილი ხდება უკრაინის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში. თუმცა ხედავთ, რომ უკრაინამ დონბასში პროგრესი დაიწყო. 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა პოკროვსკში 3 კილომეტრის სიღრმეზე წინსვლა შეძლეს, რაც კიდევ ერთი რეგიონია, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს. არსებობს პარალელები იმასთან, რაც ახლახან ლუგანსკში ვიხილეთ. ყველგან. პირველ რიგში უკრაინა ურტყამს მოწინააღმდეგის ახლო ზურგს, როგორც ეს ლუგანსკში დაამტკიცა, რომ შეუძლია. ლუგანსკში ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სრული არარსებობა, როგორც ჩანს, ამაში დაეხმარა. ახლა როცა უკრაინას შეუძლია ამ რეგიონზე დრონებით დარტყმა, ეს შესაძლებლობებს ქმნის. რუსეთის ლუგანსკის თავდაცვაში სისუსტის კერები ჩნდება, რადგან ლოგისტიკური არტერიები იჭრება. რაც ცის კონტროლით იწყება, მალე შეიძლება გადაიზარდოს მიზანმიმართულ კონტრშეტევებში რუსეთის დასუსტებულ თავდაცვაზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ უკრაინა ლუგანსკის შიგნით ტერიტორიებს ათავისუფლებს. ეს არის მოდელი, რომელიც უკვე ბევრჯერ ნახეთ 2026 წელს და შესაძლებელია, რომ იგივე განმეორდეს ლუგანსკშიც, რაც პუტინისთვის დიდ პრობლემებს შექმნის დონბასის ფრონტზე, რაზეც მალე ვისაუბრებთ. თუ ლუგანსკში უკრაინის მიღწევების სიმბოლურ მხარეს დაუბრუნდებით, არა მხოლოდ რუსი ჯარისკაცები გრძნობენ თავს ისე, თითქოს ტერმინატორის ფილმში აღმოჩნდნენ. რუსეთის სამხედრო ბლოგერებიც არანაკლებ შეშინებულნი არიან უკრაინის ქმედებებით და ისინი ლუგანსკში არსებულ სიტუაციაზე წერენ. ASW-ს ცნობით სამხედრო ბლოგერები ადასტურებენ, რომ უკრაინა ლუგანსკში საშუალო მანძილზე დარტყმებს ახორციელებს, ხოლო რეგიონის საჰაერო თავდაცვის გარღვევამ ასევე ნიშნავს, რომ უკრაინის დრონებს თავისუფალი გზა აქვთ რუსეთის რეგიონებამდე, როგორიცაა როსტოვი. დონეცკსა და ლუგანსკში განხორციელებული დარტყმები ასევე იწვევს საწვავისა და საბრძოლო მასალის დეფიციტს, რაც ფრონტზე სუსტი წერტილების გაჩენას უწყობს ხელს, რაც აუცილებელია უკრაინისთვის, რათა მიზანმიმართული კონტრშეტევები განახორციელოს ადგილზე. თუნდაც ეს შეტევები უშუალოდ ლუგანსკს არ ესმოდეს თავს, უკრაინის მიერ ლუგანსკის ცის კონტროლი პრობლემებს ქმნის დონეცკში, სადაც ჯარისკაცები ფრონტზე მხარდაჭერისთვის ლუგანსკიდან შემოტანილ აღჭურვილობაზე არიან დამოკიდებულნი.
რუსეთის კონტროლი ლუგანსკზე ისეთი არ არის, როგორც ისინი ამტკიცებენ და უკვე ხედავთ, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები ამ ფაქტს ამჟღავნებენ, რაც ნიშნავს, რომ ის პროპაგანდა, რომელზეც პუტინი ასე ძლიერ არის დამოკიდებული, ასევე იწყებს რღვევას. ეს კიდევ ერთ პრობლემას გვაჩვენებს, რომელსაც უკრაინის დარტყმები ლუგანსკში ქმნის. პუტინი სწრაფად კარგავს ბერკეტებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. რუსეთის გრანდიოზული განცხადებები ლუგანსკის კონტროლზე, ისევე როგორც ქალაქების მაგალითად პოკროვსკის კონტროლზე, მხოლოდ იმისთვის არ კეთდება, რომ რუსი ხალხი დაარწმუნონ თითქოს ესე. სპეციალური სამხედრო ოპერაცია სწორად მიმდინარეობს. რუსეთი ასეთ განცხადებებს აკეთებს იმიტომ, რომ სურს შექმნას შთაბეჭდილება. თითქოს რუსეთი უკრაინაში მძვინვარებს და უკრაინის არმია ვერაფერს აკეთებს დონბასის რეგიონის დაკარგვის შესაჩერებლად. Das ნიშნავს უკრაინის მიერ ლუგანსკის ცის კონტროლი პუტინის ნარატივისთვის. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არაფერს კარგს. როდესაც რუსული წინსვლა ნელდება და უკრაინა ამტკიცებს, რომ პუტინის განცხადებები მასის სისუსტის შესახებ მცდარია, რუსეთს სულ უფრო მცირდება შანსი მიიღოს ისეთი სამშვიდობო შეთანხმება, რომლის შედეგადაც უკრაინა დონბასს დათმობს. უკრაინა მესიცის. აი რატო, როგორც ახალი უკრაინის ხმა 29 მაისს ითხოვინებოდა, უკრაინა ცდილობს ლიდერების დონეზე მოლაპარაკებები გამართოს რუსეთთან. მას შემდეგ, რაც აშშ-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები შენელდა. ამერიკის ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატმა თავისი ეფექტურობის ზღვარს მიაღწია, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიხამ განაცხადა. ახლა დადგა დრო, რომ უკრაინამ, როგორც სიბიხა ამბობს, პირდაპირ რუსეთს წარუდგინოს ქმედითი წინადადებები. ეს წინადადებები, როგორც ჩანს, დაიწყება საკონტაქტო ხაზის გასწვრივ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტით, რასაც მოყვება უფრო ფართო მოლაპარაკებები მშვიდობაზე. რუსეთს შეიძლება აიძულონ, რომ მიიღოს მოლაპარაკებების ეს ახალი ფორმა. უკრაინის ომმა გარდამტეხ წერტილს მიაღწია და რუსეთის სასარგებლოდ არაფერი ვითარდება. უკრაინა აძლიერებს დრონებით ომს და დაიწყო ისეთი ობიექტების დაბომბვა, რომელთა დაზიანებაც ადრე არასდროს შეეძლო. წინა ხაზზე წინსვლები ხდება და საშუალო სიშორის სტრატეგია, რომელსაც უკრაინა მისდევს როგორც ჩანს, საფუძველს უქმნის ისეთ წინსვლებს, რომლებიც შეიძლება ლუგანსკამდე მივიდეს. ეს ყველაფერი პუტინის გეგმის მიხედვით არ ვითარდება. რუსეთის ლიდერმა სექტემბრისთვის დონბასის სრული დაცემის ვადა დააწესა. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვამ აპრილში განაცხადა. იმ დროს ეს მიზანი ამბიციურად ჩანდა. ახლა როცა უკრაინის დრონები ლუგანსკის თავზე დაფრინავენ და რუსეთი წინააღმდეგობას არ უწევს, ეს მიზანი სრულიად აბსურდულად გამოიყურება. დონბასის კონტროლის საკითხი მთავარი დაბრკოლებაა მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მესამე არმიის კორპუსის ოპერაციამდე რუსეთს შეეძლო ეთქვა, რომ ლუგანსკზე სრული კონტროლი ჰქონდა და ამას მნიშვნელოვანი ადამიანები იჯერებდნენ, მაგრამ ეს კონტროლი აღარ არის ის, რაც პუტინს სჭირდება. ლუგანსკის ზემოთ ცა უკრაინას ეკუთვნის. უკრაინის დარტყმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის ფარგლებს გარეთ უფრო ძლიერ და ინტენსიურ ხასიათს იღებს. თუ პუტინს ომიდან თუნდაც უმცირესი ღირსების შენარჩუნების იმედი აქვს, მან ახლა უნდა აირჩიოს მოლაპარაკებების დაწყება. თუ ასე არ მოიქცევა, უკრაინა იდეალურ მდგომარეობაშია, რომ ლუგანსკში საჰაერო ბრძოლის კონტროლი დონბასში სახმელეთო უპირატესობად აქციოს. გარღვევები ხდება ისეთ ადგილებში, რომლებიც უკვე დაცემულად ითვლებოდა და პოკროვსკი ამის იდეალური მაგალითია. ჩვენ ეს უკვე ვახსენეთ. უკრაინამ 3 კილომეტრის წინ წაიწია იმ ქალაქში, რომელსაც რუსეთი კონტროლს უწოდებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რას ნიშნავს ეს რუსეთის კამპანიისთვის დონბასში? ამ კითხვებზე და სხვა საკითხებზე პასუხი ნახოთ ჩვენს ვიდეოში, სადაც ვსაუბრობთ თუ როგორ განახორციელა უკრაინამ თავისი სასტიკი შეტევა პოკროვსკის ხაზებზე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ ნახოთ ჩვენი ანალიზის მეტი ვიდეო იმის შესახებ, რაც რეალურად ხდება უკრაინის ომში. მადლობა ყურებისთვის.